საღამომშვიდობის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მინდა ყველა თქვენგანს, თქვენს ულამაზეს ოჯახებს, სრულიად ჩვენ საქართველოს, დედამიწის ყველა კონტინენტზე, სადაც განფენილი ვართ, მიულოცო უდიდესი დღესასწაული ხარებობა, რამაც კაცობრიობის ისტორია და განვითარება შეცვალა, ხარება, რომელმაც ამცნო, ამ დღეს ანგელოზმა დედა მარიამს, რომ დაიბადებოდა უფალი და ის გაევლიდა ადამიანის გზას, ჩასახვიდან აღსრულებამდე. დარჩებოდა ადამიანად. ეს დიდი პასუხისმგებლობა დაიკისრა ამით კაცობრიობას, ადამიანთა მოდგმას და ამ პასუხისმგებლობის უღელი ჩვენ ერთს უკვე თითქმის 2000 წელია მოაქვს. უწყვეტ გოლგოთაზე ვდგავართ ჩვენ და აღდგომით მთავრდება ყოველი გოლგოთა. ერის აღდგომით და გამარჯვებით მთავრდება. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ სიხარული, ხარება და გამარჯვება წინ გველოდება, ის არის აუცილებელი ჩვენი თანამგზავრი, ჩვენი დიდი ბრძოლების ლოგიკური დაგვირგვინება და ასე მოხდება ახლაც, როდესაც ჩვენი ხალხი ბარიკადებზეა, ბასტიონებზეა, ზოგი ფიზიკურად, ზოგი გულით, რა მნიშვნელობა აქვს, თავარია სულიერ ერთობას წარმოადგენთ, რომელიც ორიენტირებულია გამარჯვებისაკენ, აი ამ რეჟიმის დამარცხებისაკენ, რომელიც მეტასტაზად მოევლინა ქართულ სახელმწიფოებრივ ორგანიზმს და ყველა ვერთიანდებით ჩვენი ბრწყინვალე მომავლის საუკეთესო გზის გასაკვალად, ჩვენი შვილიშვილების უღრუბლო მომავლისათვის ბრძოლაში ვართ, ერთი პარტიის წევრები ვართ ამ შემთხვევაში, ერთი ჯგუფის, ერთი ოჯახის, ერთი საძმოს, ერთი სამეგობროს, ის რაც შეეხება ჩვენი სამშობლოს მომავალს და ჩვენი შვილების ბედნიერებას. ახლა ტაქტიკური სტრატეგიული განსხვავებები, რა თქმა უნდა, გვექნება და ამის გარეშე არ არსებობს ისტორია. ხო, აი ახლა ვათვალიერებდი რამდენიმე წუთის წინ პოსტას და მართლაც ხარებას დაემთხვევა, ეს არ არის შემთხვევითი, ჩვენი დიდი და უცვლელი მეგობარი ბატონი ვილსონი აგერ გამოუგზავნია ერთად გადაღებული, ეს გადაიღო კონგრესის ფოტოგრაფმა შეხვედრის დროს, მე აღარც მახსოვდა, მაგრამ ძალიან ყურადღებიანი ადამიანია, როგორც მოგესწენება და თავისი ძალიან თბილი ტექსტით გამოუგზავნია სურათი, რომელიც ერთად გადავიღეთ კაპიტოლიუმში ჩემი ვიზიტის დროს. და ეს კიდევ უფრო იმიტომ აღნიშნე, რომ ჩვენ შევიძინეთ ძალიან დიდი მეგობრები მსოფლიოს მთავარ პოლუსში, მსოფლიოს ზესახელმწიფოში და ეს ის მეგობრებია, მეგობრებო, რომლებიც საქართველოს არასოდეს არ უღალატებენ, არ მიატოვებენ და დაწყებულ საქმეს რეჟიმის მოხრჩობისა, სანქცირების, ფინანსური ბლოკირების, აი ქარვასლის დანგრევის გზით, რომელი ქარვასლის იმედითაც იყვნენ, რომ მუდმივად გვიყიდიდნენ და ინებიურებდნენ, აი ამ საქმეს ესენი ბოლომდე მიიყვანენ. ეს ხალხი, ვილსონი, უიკერი, კრუზი, კოენი, ბრაიან მასტი, რიში, აი ის ცნობილი პოლიტიკური ლიდერებია შეერთებულ შტატებში და მსოფლიოში, რომლებიც თქვენმა მონამორჩილმა გამონახა 12 წლის მანძილზე, შეუქმნით მათ განწყობა, უზნაძის განწყობის თეორია მოგეხსენებათ, ეს ქართველი დიდი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, მამამთავრად ითვლება მსოფლიო ფსიქოლოგიაში, აი განწყობითი მომენტებისა, მეცნიერული ახსნა, რასაც სჭირდება, უზნაძეზე კარგად ვერავინ ვერ ხსნის ამას. და ჩვენს ვიმოქმედეთ მისი თეორიებით და განწყობა იყო ისეთი შექმნილი, ისეთი განწყობა შევქმნით აი 12 წლის მანძილზე, აი ამ მთავარ ჯგუფში, ტრამპის უახლოესი გარემოცვა ეს. რომ ამ განწყობამ
ისტორია შექმნა საქართველოს, უახლოეს ისტორიას ქმნის. ეს განწყობა, რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის ბრძოლასთან ერთად მოგვაცილებს აი ამ საშინელ კიბოს ავთვისებიან კანცერომას შეიძლება ითქვას, რომელმაც მოინდომა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მოსპობა შეიძლება ითქვას პირდაპირ. აი ეს ხალხი არის გარანტი, კედელი, გალავანი ჩვენი უსაფრთხოებისა და ჩვენი მომავლისა და აი ვერანაირი ტრამპის განწყობა უკვე ამ განწყობას ვეღარ შეცვლის. რადგან დონალდ ტრამპი მარტო არ არის, ის პირველ რიგში ანგარიშუწევს თავის ლიდერებს კონგრესში და სენატში, ამ ლიდერების აზრი ივანიშვილის და მისი ბანდის მიმართ ერთმნიშვნელოვნად იმპერატიულია, რომ ისინი უნდა დამთავრდნენ. შესაბამისად, ეხლა უკვე ალბათ თქვენ ზღიმლის გვრით აი ამ პუტინისტი, ჭორვილელ, აფერისტი თაღლითის ზღაპრები, რომელსაც ძირითადად თავის გუნდს უყვებოდა და აჯერებდა ალბათ იქ გონება გაფანტულ ქოცებს, რომ აი მოვა ტრამპი და ჩვენ გვეშველება და გადავრჩებით და დიპ-სტეიტი დამარცხდება. მოვიდა ტრამპი, ვერაფერი ვერ ქნა, პირიქით სანქციები გაუღრმავდა, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ამ დღეებში გამოქვეყნებული ეს მისი განაჩენია, ეს სახელმწიფო დეპარტამენტი ტრამპის ხელისუფლება, ბრიტანული სანქციებიც დაირტყა, მის მოსამართლეებს უკვე სახელმწიფო ბარათებიც აღარ აქვთ, სახელმწიფო კრიზისიც დაეწყო, უკვე ძალოვანი სტრუქტურის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი გაიქცა, რადგან მას თავის გადარჩენა დაუსახავს მიზნად ამაში ახლა ვერც გაამტყუნება, არ უნდა რომ გაყვეს საფლავში ბრძანებელს, მაგრამ ახლა ობიექტურად რომ ვთქვათ, ქვეყანაში ჩამოყალიბებული დიქტატურაა. ერთპარტიული პარლამენტი, არჩევნები გაუქმებული, მასმედია განეიტრალებული, არასამთავრობო სექტორი მომსპარი შეიძლება ითქვას, კანონმდებლობა ყოველდღე ახალ-ახალი პარტიების გაუქმების, შეზღუდვის, აკრძალვის, დევნის, რეპრესიების, პასუხისგებაში მიცემის, ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური დიქტატურა. ახლა მე ზოგჯერ ვამტყუნებ ჩემ თავს, როდესაც შევარდნაძეს უწოდებდი დიქტატორს და კიდევ მის შემდგომ ხელისუფლებას. ამასთან შედარებით ისინი ფრთიანი ანგელოზებია, განსაკუთრებით შევარდნაძე. სადაც ყველა მოქმედებდით, შეიძლება ითქვას თავისუფლად, იმ გაგებით რომ ვამბობდით რაც გვინდოდა, ტელევიზიები გახლდათ გახსნილი, არავინ არ კვეტავდა, არავინ არ ბლოკავდა. სასამართლოში მივიდიოდით და ვიგებდით საქმეებს უფასო განათლებაზე, ვიგებდით საქმეებს დენის ტარიფის შემცირებაზე, ვიგებდით საქმეებს კომუნალური გადასახადების შემცირებაზე, ვიგებდით საქმეებს საბავშვო ბაღების გადარჩენაზე, ვიგებდით საქმეებს სასწრაფო დახმარების აღდგენაზე უფასო და ასე შემდეგ. ეს ხდებოდა იმ რეჟიმების პირობებში, რომელსაც დიქტატურას უწახებდით. აბა კაი დედიშვილი ხარ და ახლა მიდი და სადმე რომელიმე სასამართლოში მოიგე რაიმე საქმე ან თემატური ან ეკონომიკური ან სოციალური ან პოლიტიკური აღარ არის საუბარი. კაი დედიშვილი ხარ და რომელიმე ტელევიზიაში ცხვირი გამოყავი, ხელისუფლების კონტროლება ტელევიზიაში, სამწუხაროა რომ ზოგიერთი ვითომ ოპოზიცია, ოლიგარქი თავის ტელევიზიებში იგივე წესს ამკვიდრებს. და ამის გამო რა თქმა უნდა ჩვენ არ გავჩუნდები და ვამხელთ და სწორს ვაკეთებთ. და კაი დედიშვილი ხარ და საერთო ჯამში ან არასამთავრობო შექმენი, ან უცხოეთიდან გრანტი აიღე ნებისმიერ საკითხში, თუნდაც მეფუტკრეობაში ან კოღოების წინააღმდეგ ბრძოლაში კოღოს გადააქვსვის ციებ-ცხელების დაავადება, ხო, მოგეხსენება და ამასაც საერთაშორისო თანამეგობრობა ებრძვით და ამაზეც გამოიყოფა გრანტები. კაი დედიშვილი ხარ, ყველაფერი აიგრძელა, ყველაფერი დამთავრდა, ქვეყანა გამოცხადდა კაზემატად, კონცლაგერად, იზოლატორად შეიძლება ითქვას. და ამ ფონზე ვიმეორებ სოფლიო თანამეგობრობა დგას ჩვენს გვერდით და ჩვენთან ერთად ანგრევს რეჟიმს. რეჟიმი აუცილებლად იქნება დანგრეული და დამხობილი. მე არ ვიცი ახლა ეს დამხობა მარტო საერთაშორისო ფინანსური მოხრჩობით და სანქციებით და ხალხის რა თქმა უნდა ბრძოლით ეს უდავო კონცეფცია რომ თუ ხალხი არ იდგება რუსთაველზე, აი ჩვენ წინა გადაცემაც ამის გამო გავაუქმეთ, რადგან იქ დიდი შეკრება იყო და იქიდან გავაკეთე ჩართვა როგორც გახსოვთ,
რუსთაველზე თუ არ დგება ხალხი, რა თქმა უნდა, საერთაშორისო მხარდაჭერა შესუსტდება და დაიწევს მის ეფექტურობა ძალიან დაბლა. ამიტომ ხალხი წყვეტს მაინც ყველაფერს და ხალხია ისტორიის შემოქმედი, მათ შორის ის ახალგაზრდებიც იზოლატორში რო სხედან დღეს და იქ გაუტეხელ მდგომარეობაში არიან და მათი დანახვა მეც კი მავსებს ბრძოლის სურვილითა და უნარით რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე ისეთი მაგარი შვილები და მაგარი თაობა ყავს. ხო, ამიტომ მე არ ვიცი ახლა ეს არც არავინ არ იცის. დასასრული დიქტატორების არის დამხობა, როგორც წესი. ნუ ეს დამხობა სასურველია მოხდეს მშვიდობიანი გზით, მიხვდნენ თვითონ რომ უკვე ამოეწურათ ვადა და როგორც თქვა გააკეთა ფრანკომ ესპანეთში, ნუ ახლა ფრანკომ რა თქმა უნდა ესენი ვერ მივლენ, ამ პინოჩეტმა ჩილეში რა თქმა უნდა ვერც იქამდე ვერ მივლენ. ნუ არსებობს სხვა ფორმის დამხობები, როგორც თქვა ერაყში და სადამ ჰუსეინის და კადაფის თავს მოხდა და ნიკოლაი ჩაუშესკუს თავს მოხდა რუმინეთში 90-იან წლებში. ნუ რა თქმა უნდა არსებობს შერეღებული გზით დამხობა, სამხედრო გზით არსებობს, რა ვიცი, სახალხო პროტესტის და სახალხო დიდი მოძრაობის შედეგად დამხობა. ნუ ფაქტი ერთია, რომ ხელისუფლებამ საკუთარ თავს გამოიტანა განაჩენი აი ამ დიქტატურის დამყარებით და დასამხობად გაამზადა საკუთარი თავი. ვიმეორებ რა ფორმატით სწავა ეს, ჯერჯერობით არავინ არ იცის, მაგრამ ეს გარდაუვალია. ეს გარდაუვალია, რადგან არავინ დიქტატურას ევრაზიის ცენტრში, შავი ზღვის სანაპიროზე, საიდანაც იხსნება მთელი კონტინენტის შუა კორიდორი, შუა აბრეშუმის გზა, მთელი კონტინენტის აი მთავარი არტერია რო გადის, აი როგორც გულიდან გამოდის ეს მთავარი მარცხენა არტერია და მე ის ამარაგებს თელ ორგანიზმს, აი ისია ევრაზიის კონტინენტისთვის საქართველო, აქედან იხსნება ის არტერიული მდინარება, რომელსაც მოჰყობა ცივილიზაცია, ეკონომიკა, ინვესტიციები, ტვირთები, ენერგომატარებლები და საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ აი ამ აღმოსავლეთ ნახევარსფეროს მომავალი თამამად შეიძლება ითქვას. ამიტომ რა თქმა უნდა აქ არავინ დიქტატურას არ დაუშვებს. ამის რესურსიც არ არის აქ. არც იდეოლოგიური, არც დემოგრაფიული, არც ეკონომიკური, არც რესურსული. ეხლა იქ ლუკაშენკოს რო აქვს დიქტატურა ბელორუსში, ჯერ ეგეთი ბელორუსი ფაქტურად არის რუსეთის რეგიონი, ოღონდ მას ხელმძღვანელობს ავტორიტეტული, ქარიზმატული ტიპი, რომლის მიმართაც კრემლის ლიდერებს ყოველთვის ეჭვენი განწყობა აქვთ, რომ აიმე ახლა რუსეთის ლიდერიც არ გახდეს ეს პაცკა. ნიჭერი ქარიზმატული ტიპაჟია. მან მთელი ეკონომიკა აამუშავა, ფეხზე დააყენა, სკინტლი ნამდვილად არ აჭამა ძროხებს და ბელორუსის პროდუქცია აგერ აქაც მაღაზიებში რიგებია რძის პროდუქტებიდან დაწყებული და რა ვიცი თევზით დამთავრებული ეს თევზი საიდან გამოაქვთ იქ ზღვა არ ემიჯნება და ოკეანე ამ ქვეყანას, მაგრამ აი აწყო ეკონომიკა და ტრაქტორებიდან დაწყებული, მაცივრებით გაგრძელებული ველოსიპედები, კვების პროდუქტები, ეკონომიკა დუხს. ნუ რა თქმა უნდა დიქტატურა პოლიტიკურად. აქ არც ეკონომიკა არ არის. ეკონომიკას გაიტანეს, გააფორმეს თავისი ცოლების, შვილების, სიდედრების, სიმამრების, დაიდაშვილების, მამიდაშვილების, დიშვილების სახელზე და დატოვეს ხალხი ესეც არიელი ღია ცის ქვეშ რაღაცა გაურკვეველი პერსპექტივის ამარ. ამიტომ რაიმე რესურსი დიქტატურისათვის აქ არ არსებობს და ემხობიან ძალიან ცუდად. ამიტომ მე ვაფრთხილებ, რომ დროზე აი ამაღლებული კვირებია ისარგებლონ ხალხიც ასე თუ ისე გადართულია საავდგომო სამზადისზე და იმედიანად არის ისარგებლონ აი ამ განწყობით, აი განწყობის თეორიით, რაც თქვი უზნაძის და გამოაცხადონ ახალი არჩევნები, ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს უკვე იქნება, რა თქმა უნდა, პროცესების გადაყვანა უკვე სხვა პლატფორმაზე და შეიძლება მათთვისაც ეს იყოს კარგი, რაღაცა სეგმენტი გადაირჩინონ ფინანსური თუ პირადი კეთილდღეობის, რაზედაც არიან ისინი ორიენტირებული. ახლა დიდი იდეების გამო, სახელმწიფო შემებლობისათვის, თავგანწირებისათვის, ადამიანთა კარგი ცხოვრების შექმნისათვის, ისინი არ მოსულან ხელისუფლებაში და ეს საჩვენა ისტორია, რასაც გეუბნებოდით 2011-12 წლებში, რომ ეს კაცი არის უბოროტესი მტერი ქართველიერიცა და რის თაობაზეც პრეტენზიებს ვიღებდი, ის თვითონ ბღაოდა ხარივით, რომ ესე იგი
შეფასება რა თქმა უნდა არ მოეწონებოდა სხვებისგანაც ვიღვიდი პრეტენზიას დადგინდა ხო უბოროტეს მტერზე მეტი უბოროტეს მტერი შეიძლება იყოს განწყობით ფსიქოლოგიურად არ რაღაცა სეგმენტში და ვერ მოახდინოს იმდენი ვნება ვერ მოიტანოს იმდენი ნგრევა არ დააყენოს იმდენი უბედურება არ მოუტანოს თავის ხალხსა და ქვეყანას რაც აი ამ ბოროტებამ გააკეთა ანუ სუპერ ბოროტება შეიძლება ითქვას აგერ დღესაც ეხლა აქამდე თუ მივიდოდით ოდესმე მე ვერ წარმოვიდგენდი იმ ცნობილი ისტორიული ამბების შემდეგ როცა მიგვიღეს 90-იანი წლების ბოლოს ევროსაბჭოს შემადგენლობაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჩამოვიდა მაშინ საქართველოსში და მანამდე რასელ ჯონსტონი იყო მანამდე მე მიმიღო იქ სტრასბურგში თვითონ და ნამდვილად ეს იყო აი რო იყვნენ განაცხადი პირველი კარი ევროპაში შესასვლელად აი დღეს აი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრაქტიკულად განაჩენი გამოუცხადეს მმართველ პარტიას და მათი დელეგაცია იქ აღარ იქნება ანუ დელეგაციას გაუქმებენ აი ხვალზე უფლებამოსილებას და დაახლოებით ეს იგივე მოხდა აზერბაიჯანის მიმართ თქვათ იგივე მოხდა რუსეთის მიმართ რომელმაც დატოვია ევროსაბჭო საერთოდ ახლა უკვე ბრიუსელში საუბრებია იმაზე რომ უვიზო რეჟიმიც შეაჩერონ მოქალაქეებისათვის დღე ამ წუთისათვის რეჟიმია დასანქცირებული და მათთვის არის სავიზო რეჟიმი დაწესებული და დიპლომატური პასპორტის მქონე ეს გაბერილი ჩინოვნიკები ფულის კეთებით რო არიან დაკავებული პარლამენტში და მთავრობაში და თქვენ ახეთ ალბათ ჟურნალისტური გამოძიების მასალები რო თითქმის ყველა უმრავლესობის წევრს პარლამენტის წევრს ერთი კორპუსი მაინც აქვს გამოყოფილი რომ ააშენოს და იქიდან მილიონები წამოკრიფოს აი როგორ იყიდება საქართველო აი რატომ ხდება ისე რომ დილას ვთვლიდი სპორტის სასახლესთან რომ გამოვიარე მანქანიდან კუჩაში რომ გადიოდნენ ახალგაზრდები 50-50-ზე იყო 50 ჩვენი მიდიოდა 50 მიდიოდა მართლა კარგად ამყოფოთ არაფერი საწენდო არ მაქვს მაგრამ ჩემის დანახვა რომ უფრო მიხარი ახლა ამაზე ვერ დავიწყებ ფარისეულობას 50 უცხოელი იყო 50 ჩვენი იყო და ეს პროპორცია კიდევ და კიდევ სუსტდება აი იმ პოლიტიკით რომელსაც ახორციელებენ შეგნებულად ყველა სეგმენტში და იმ კორპუსების მშენებლობაც სწორედ აღნიშნული მიმართულებით არის ორიენტირებული ქმნიან აქ ჩამოსასვლელად ბინის საყიდელად უცხოელებისათვის ბინადრობის გამარტივებულ პროცედურებს მაშინ როცა ყველა სახელმწიფო ამას ართულებს რომ არ მოხდეს ექსპანსია და დემოგრაფიული ბალანსი არ დაერღვეთ აქ ძალიან გამარტივებული წესით უნდა ირანელი უნდა არაბი უნდა პაკისტანელი უნდა რუსი უნდა ჩინელი უნდა რა ვიცი ნებისმიერი შეიძენს ბინას რადგანაც ბინადრობის მიკუთვნება არის ძალიან იოლი და ეს იოლობა განსაზღვრულია წინასწარ რათა აი ამ ბანდიტებს კორპუსებს რო აშენებენ პარლამენტში დეპუტატები და მინისტრები და ივანიშვილები და ეს თელია ჯგუფ წულაები და ოდიშარიები არ გაუძნელდეთ კლიენტის პოვნა და გაასაღონ ის მამის სისხლად ის იაფად და შეღავათებით აშენებული საცხოვრებელი ფართი და ერთლარად დათრეული უძვირეს ადგილზე მიწის ნაკვეთი და აი ამ დროს მიდიან და იქ უნგრევენ ვარკეთილში მუხიანში იქ ლილოს მიმართულებით დროებით ფარღალა სახლებს რომელიც ადამიანებმა აშენეს რომ ბავშვები დაზარდონ და თავზე ჭერი კონდეთ ურცხვად გურცივად უნგრევენ ტრაქტორებს მიაყენებენ აი ეს რეჟიმი გვყავს ჩვენ და ამ რეჟიმის წუთები დათვლილია ეს ისტორიის კანონია და არა მარტო ჩემი სურვილით რომ ჩემი სურვილი კაი ხნისწინ იყო რომ ეს რეჟიმი არასოდეს არ მოსულიყო ხელისუფლებაში და ამის თაობაზე ბევრი ისტორიები გადაგვხვდა და აღარ მინდა ხელახლა მოგაბეზრო თავი და თავიდან მოუყვე რა გადავიტანეთ და პირველი ყველა რეპრესია რაც შემდგომ სხვამა გადაიტანეს ჩვენ ვეუბნებოდით რომ ეს აკლები თქვენთანაც დაიჩოქებს ამოიღეთ ხმა აკზალვა წართმევა დაფინანსების შეწყვეტა პარლამენტიდან გამოგდება ის რა ქვია კიდევ დევნა სარეკლამო დროის წართმევა ბლოკირება ყველანაირი ფაქტობრივი იურიდიული ჩვენ გადავიტანეთ ლეიბორისტულმა პარტიამ მე გადავიდა უკვე დანარჩენ არასამთავრობოს დუმდა ამ დროს ეგონათ მათამდე არ მივიდოდნენ
ვეუბნებოდით რომ ამოიღეთ ხმა ერთ სოლიდარობის განცხადება გააკეთეთ მოგადგებია პარტიების დუმდნენ ალბათოს დუმდნენ ზოგიერთი პარტია ხმას აძლევდა ჩვენს წინააღმდეგ აი ესეთი საკანონმდებლო პაკეტების მიღებას და აი მასშია საქმე ზუსტად ის ცნობილი გერმანელი მოაზროვნის გამონათქვამი გაცხადა უკვე ქართულ ვარიანტში რომ როდესაც ფაშისტები მიადგნენ კომუნისტებს მე ხმა არ მომიღია როდესაც მიადგნენ ებრაელებს მე ხმა არ მომიღია როდესაც მიადგნენ კათოლიკებს ხმა არ მომიღია როდესაც მე მომადგნენ არავინ იყო ხმის ამომღები და მიადგნენ ახლა და ნუ ახლა თქმა უნდა ხმის ამომღები დარჩა მსოფლიო ხალხი და ჩვენ ყოველ სოლიდარობას უცხადებს დაჩაგრულებს მაგრამ ეს დაჩაგრვა ზოგჯერ ჩვენი ბრალია ჩვენ თვითონ ვქმნით პირობებს რომ დავიჩაგრო და რეპრესიებში მოვხვდეთ აი ეს მთელი არასამთავრობო სექტორი რომელიც დღეს რა თქმა უნდა განადგურებულია და დღეს კანონპროექტი შეიტანეს რომ რაჟდენას ნებართვა უნდა თურმე გრანტი რომ მიიღონ არასამთავრობოებმა უცხოეთიდან აი ეს ანტიკორუფციული უფროსი რა გვარი ეს რაჟდენა გვარდა მოიწყო არა აქვს მნიშვნელობა ანუ თავრობის ნებართვა უნდათ რომ ეს ხო აი ეს არასამთავრობოები ყველა 2011-12 წლებში კუჩი ლეკვები ვიდასდებდნენ ბიძინა ივანიშვილს ამერიკული არასამთავრობოები და მისი ანტენების ყარაულები იყვნენ მისთვის ხალხის შემკრებები იყვნენ მისი პროპაგანდისტები იყვნენ ტელევიზიით არა საუბრო პარტიებზე რომლებიც დღეს აგერ მოსთხოვენ და გოდებენ რომ გამოიყენა და გადაყარა ივანიშვილმა აბა რა ეგონათ გადაყვებოდა ახლა ის ზუსტად და იმათ ჭუაზე ივლიდა რომ ჩაეწერენ სიებში და გახდნენ მისი ministrები დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეები ბავშვებით რო დადიოდნენ ივანიშვილის მიტინგებზე ანუ თლად ივანიშვილს კი დავაბრალებთ ყველაფერს ჩვენ თვითონ ვართ შემოქმედი იმისა რაც გვემართება უხშირესად და მუდმივად ხო ეს ახლა საყდურის მიზნით უბრალოდ საუბარმა მოიტანა და ამიტომ გაუსვი ხაზი ამას დიახ ეხლა ალბათ გადავიდეთ კითხვებზე პასუხის გაცემის ასე თქვა ფორმატზე მე შემოვიდოდა კითხვები თუმცა დღეს ვინაიდან ხარება ალბათ გარკვეულწილად ხალხი დაკავებულია იქ ოჯახური საქმიანობით იქ სტუმრებით გასვლით გამოსვლით ფსიქოლოგიურადაც დღეს სასაუზეოდ გადართული და ამიტომ მეც მაქსიმალურად ვცდილობ რომ უფრო ოპტიმისტური ამბები მოგაწოდოთ და ნაკლები კრიტიკა იყოს იმ გაგებით რომ რაღაცა ხასიათი ამ ხარება დღეს მაინც არ გაგიფუჭოთ. დიახ, ეხლა დავიწყოთ უკვე კითხვებზე პასუხის გაცემა. კი ბატონო, ახლავე ტრადიციული რიგის დაცვით 4 წუთი, 13 წუთი, 15 წუთი, ხო. ასე კი ბოლოდან უნდა დავიწყოთ კი. ხო, ეს ბრისხანე ბაბუაწვერა ის არის რა ქვია. ამას უნდა ერქოს ბიძინა წვერა. ტროლია, ალბათ რამიშვილის კანტორიდან და წერს 1000 სიცურელებს. თამარი ბინებსაც ყიდიან უცხოებზე და ქართულ გვარებსაც არიგებენ პირადობის მოწმობით. ჩინელი გელაშვილი. ხო, ნუ ახლა ესაც არ არის გასაკვირვი. ამ საკითხში შეიძლება სერიოზული რეგულაცია. მე მაგალითად არ ვიყავი მომხრე იმის, როდესაც მამის სახელი ამოიღეს პასპორტიდან. არც იმის მომხრე ვიყავი, როცა ეროვნების გრაფა გაუქმეს პასპორტში. ყველა ეროვნება ვინც აქვს, ცხოვრობთ ქურთი, აზერბაიჯანელი, სომეხი, ლეკი, ინგუში, ოსი, აბსოლუტურად ვამოყოფთ ჩვენი ეროვნებით ქართველი რა თქმა უნდა. ამიტომ ასე მაინც უნდა ყოფილიყო, რომ იქ ნებაყოფილობით თუ უნდა მოქალაქეს აღნიშნოს თავისი ეროვნება და მე სიამაყით ატაროს ეს. ეს აი გადაჭარბებული ნეოლიბერალიზმის ეტაპი იყო და აი ამ გადაჭარბებულობა მოიტანა მეორე გადმოჭარბება პუტინისტური რუსული კონსერვატიული დიქტატურა. გადაჭარბება არაფერში არ ვარგა. არ ჭამაში, არც მაში, რა ვიცი. მარტო სიყვარულში არის საჭირო და საპატიო გადაჭარბება.
ვაჩე გვეკითხება საღამო მშვიდობის ბატონ შავლა ზოგიერთი პოლიტიკოსი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას განიხილავს ტევ პირველზე მსჯელობენ ზოგიერთები ლეგიტიმაციის მინიჭება უნდათ ვაჩე მთლიანად გეთანხმებით ეს ალბათ დააკვირდით იწვევს ჩვენს ძალიან დიდ გაღიზიანებას ამაზე მქონდა არაერთი ჩართვა არაერთი მწარე პოსტი რა თქმა უნდა ახლა დიდ აღმოჩენას არ გავაკეთებ თუ გეტყვით რომ ტევ პირველი არის პირადი კანტორა ხაზარაძე ბანკირ ხაზარაძის და ბანკირ ჯაფარიძის ამიტომ ეს არის მათგან მიცემული დავალება რომ საზოგადოებრივი აზრის შეამზადონ ვაი თუ დაგჭირდეთ მათ საბანკო პირად პოლიტიკურ ინტერესებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ამისათვის იყოს საზოგადოებრივი აზრის შემზადებული თვითონ ვერ ბედავენ ახლა ამის თქმას აი ამიტომ ვარ დაგეტილი მაგ ტელევიზიაში იმიტომ რომ მივალ ახლა ამას ხო ვიტყვი მე იქ და რა თქმა უნდა ეს სასტიკად არ აწყობთ რომ მათი ფარული ხრიკები გაიშიფროს არაფრით ნაკლებები ივანიშვილზე ბანკირები არის ერთი ბანდა ერთი დედამამის გაკეთებული და გაჩენილი მთელ სოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში მეგობრებო ივანიშვილიდან დაწყებული ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ოლიგარქია უნდა გავაძევოთ პოლიტიკიდან მიუხედავად იმისა ის მოქმედი ხელისუფალია თუ ოპოზიციონერის მანტი აქვს წამოსხმული აი ეს არის საქართველოს გადარჩენა სხვა ვერაერთი მტერი ჩვენ ვერ მოგვერო ხო და ეხლა ამ ტელევიზიაში ნელა დააწყებიეს დიანას დააწყებიეს ტრაპაიძეს ამაზე მსჯელობა ჯერის ზაქარეიშვილის გვამებს ხიდი და აფხაზეთის ომის დროს არ ვაჭარბებს მართლა ასე იყო შუა მავლობდა გადაცვლა გადმოცვლაში ხო და ეს გრანტებით გაზრდილი და რა ვიცი ყველა ხელისუფლების მსახური რესპუბლიკელი რა თქმა უნდა ეს რესპუბლიკელები პარტია დაეშალათ ფაქტურად მაგრამ აი ნაგზაჩი შემორჩენილი დინოზავრების ჯოგივით არიან ანუ იღებენ შეკვეთას პროპაგანდისათვის ეს ენა კი აქვთ უჭრით ეს ენა ამ ისტორიული ქარტეხილების დროს რაღაცა წაიკითხეს რაღაცა ისწავლეს რაღაცა გაიზეპირეს და მოკლედ ყველა ხელისუფლების პროპაგანდისტები და მათ შორის თქვათ ვინც გადაუხდის მათაც ემსახურებიან ამიტომ დასვეს ჯერეგის რა ქვია ზაქარეიშვილი მე მაგას მოყვა ზურაბიშვილი ეგაც რესპუბლიკელი ჩასაფრებული არიან ძმები ბერძენიშვილები ის უსუფაშვილი ყედაშელებზე აღარ არის საუბარი ეგ ნოდიები კიდე იქ მელაშვილი გამოჩნდა ირაკლი რომელიც იქ იყო რა ქვია პირველ პარლამენტში ზვიადის პირველი ეგ ჯგუფი აუჯანყდა და გამოიყვნენ გვალმაგიდას და ნუ მოკლედ აი ეს კატეგორია ნუ იწყებს ზონდირებას რო აბა ხალხი რა თვითონ ვერ ბედავენ რა თქმა უნდა ჯაფარიძე ხაზარაძე და პოლიტიკოსები ამის თქმას ვერ ბედავენ მაგრამ ესენი წყდნენ ზონდირებას რომ რაღაცა რო იყოს შემზადებული გახდეს სიტუაცია ეხლა საქმე იმაშია რომ არავით არის საშინაო და საგარეო მოთხოვნილება პლატფორმა ბაზა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობაზე არ არსებობს ქართველი ხალხის და მსოფლიო დემოკრატიული თანამეგობრობის ყურადღება ყოველწუთიერი მიპყრობილია იქეთ რომ აიძულონ რეჟიმი დათმოს ძალაუფლება და ძალაუფლების დათმობა ნიშნავს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვას გამოცხადებას აი ამის შემდეგ უკვე შეიძლება განიხილო ადგილობრივი არჩევნები ვთქვათ ამ საპარლამენტოს ერთად ჩატარდეს თუ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ჩატარდეს და რა თქმა უნდა სრულიად სხვა საარჩევნო სამართლებრივი ბაზით სრულიად განსხვავებული საარჩევნო კომისიებით ცენტრალური საარჩევნო კომისია რომ უნდა გაუქმდეს ახლა ამაზე ვინმე შეიძლება რომ შეგვედავოს თქვენ გაგიგიათ მეგობრებო ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური საარჩევნო კომისია არ არსებობს საფრანგეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია არ არსებობს ბრიტანეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია არსებობს აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისია რუსეთის ბელორუსის ტაჯიკეთის ყირგიზეთის უზბეკეთის საარჩევნო კომისიები იქმნება არჩევნებამდე 3 თვით ადრე და არჩევნების დამთავრების და პროცედურების ამოწურვის შემდეგ იშლებიან მიდიან სახლში სად გაგონილა მუდმივი ზესამინისტრო შექმნილი ბიუროკრატიული აპარატით იქ პირველ სართულზე გამოტენილი უცხოური ვისკები და ფრანგული კონიაკებით ბიუჯეტიდან აყიდი რა თქმა უნდა ჯიპებით და პლუს შეიარაღებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს იარაღის ტარების უფლება მისცეს ეს პირველი შემთხვევა დედამიწაზე არ მომხდარა ყველაზე მშვიდობიანი სფერო საარჩევნო სტრუქტურებია საერთოდ ყველაზე ისეთი უიარაღო და არაძალადობრივი ხო ამათ იარაღის ტარების უფლება მისცეს წარმოუდგენ კომუნისტების დროს არ ყოფილა ეგეთი რაღაცა მაშინაც იყო საარჩევნო კომისია ატარებდნენ 4 წელში ერთხელ
სხვადასხვა დონის არჩევნებს ადგილობრივი მოკავშირე რესპუბლიკებში, საბჭოთა კავშირის და იარაღი არავის არ ქონია, ხალხო. დიქტატორულ კლასიკური დიქტატურის ქვეყნებშიც საარჩევნო კომისიის წევრებზე იარაღის ტარება არავის დაუკანონებია. ეს პირველად მოხდა ივანიშვილის კონცლაგერში, რომელსაც სამწუხაროდ საქართველოს ქვია დღესდღეობით აი ამ ფორმატით. ამიტომ აი ეს მსჯელობა გათვლილია ამაზე, რომ თუ დასჭირდა მათ პირად პოლიტიკურ ანგარებით საბანკო საანაკლიო ინტერესებს მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში და ეს უკვე ნიშნავს რას? ნიშნავს აი მთელი ამ ბრძოლისთვის ხაზის გადასცემას, თუ ეს პარლამენტის სახეზე იქნება და რეჟიმი დარჩება და ისე ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები, ხაზის გადასცემას ნიშნავს მთელი ბრძოლის, რაც გაიარა ერმა, საერთაშორისო აი ამ სასანქციო პოლიტიკის ნიველირებას ნიშნავს, შეჩერდება დასანქცირების პროცესი იჭყვერგეპარებად. კანონიერად აღიარებას ნიშნავს ამ ახალგაზრდა ვარსკვლავი გოგობიჭების დაჭერის, ცემის, დაყბეს, მტრევის. ანუ ეს კატასტროფა იქნება და ამიტომ მე მოუწოდებ მათ, ვისაც სულს რო კვლავ გამოიყენოს სავაჭრო დუქნად საქართველოს და ჩვენი მომავლის ინტერესები, თავი შეიკავოს ამისგან, რადგან ჩვენი ხალხი ყველაფერს ხვდება, მწარე გამოცდილება აქვს და ვერავის ვერაფერს ვერ მოატყუებენ, რომც მე პირში წყალი ჩავიგუბო და არაფერი არ თქვა. ნონა დასაჭერები არიან ყველა ეს ტურა სახელმწიფო ყოფილი თუ ამჟამინდელი მოქმედი მოხელეები, რომ მომდევნო არჩევნების დროს პოლიტიკოსმა კანდიდატების სრული არც გაევლონ თავში. ძალიან ბევრი გახდება ნონა დასაჭერი, აი ახლა რასაც ვხედავთ ჩვენ წულუკიანის კომისიაში ის რაღაც საგამოძიებო კომისია რო შექმნეს თვითონ, ეგ მონაგონი იქნება, ისეთი საგამოძიებო კომისიები შეიქმნება, ოღონდ რეალურ პარლამენტში, ლეგიტიმური ხელისუფლების პირობებში, რეალური სამართლებრივი ბერკეტებით და სამართლებრივი საფუძვლით და ჯერ ივანიშვილის დანაშაულებრივი საქმეების გამოძიებას დასჭირდება ერთ 300 კაციანი, მე როგორც ყოფილი გამომძიებელი ამ გაგებით გეუბნებით, ერთ 300 კაციანი საგამოძიებო საექსპერტო ჯგუფი, რომ შეისწავლონ დეტალურად რა ჩაიდინა, კიდე ჩვენ იმის ნახევარიც არ ვიცით, რაც მას აქვს ჩადენილი. აი მთელი ცემენტის წარმოება ხომ ის ხელშია. და ეს არის მილიარდები და იმიტომ ეს ჰესების აშენება, იმიტომ უნდა რომ შეკვეთას მერე მაგის ცემენტის ქარხანას აძლევენ ჰაიდელბერგიდან გააძევა ეს გერმანელი ინვესტორები, ხო? მის ხელშია და ცემენტი თურმე არ გამაგრდება თუ რაღაცა მასალა არ ჩაერია პატარა რაოდენობით. აი როგორც თქვა, სუპს არ ექნება გემო თუ არ ჩააყარა დიასახლისმა ის ციცაკა ან თქვა რაც არის სანელებელი, ხო? აი ის არ გამოდის ის ცემენტი და მაგის საბადო არის რაჭაში. და ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია. თვითონ აზის ამ საკითხს და კაი დედიშვილია ვინმე შემოიტანოს საიდანვე ეგ ნივთიერება და ცემენტის დამზადება დაიწყოს. აზერბაიჯანიდან შემოაქვს, ალიევთან მოგეხსენებათ ახლა მათი ალიანსი და გარიგება ფაქტურად თანადიქტატორები ალიევი და ბეძინა ივანიშვილი, შეიძლება დავამად ითქვას, აი ახლა კიდე ჩადის ყაველაშვილი ყავთ მეწოული, აქ დანიშნავენ მინისტრად, დანიშნავენ ხელმძღვანელად და ბაქოში ხდება კურთხევა. ალიევი აკეთებს კურთხევას ჩვენი თანამდებობის პირების. ადრე იყო ისფაჰანი, შაჰი, ირანის შაჰი აკეთებდა კურთხევას და ხალათს უბოძებდა და რა ვიცი რაღაცა პერანგს თუ იმას პაჭუჭებს. ეხლა ეგ ფუნქციები ალიევზე გადავიდა, ხო? ნუ მოკლედ ესე იგი იქიდან შემოაქვს ეს და კაი დედიშვილია რომელიმე ბიზნესმენმა, ან ირანიდან, ან ჩინეთიდან, ან ამერიკიდან, რა ვიცი, ნებისმიერ ან თუნდაც რაჭიდან, სადაც ეს საბადო ყოფილა, იქ დაიწყოს დამუშავება და შემოიტანოს, ეგრევე ციხეში უკრავენ თავს. ანუ პოლიტიკური დიქტატურა ცალკეა, სამართლებრივი დიქტატურა ცალკე პრობლემა და ეკონომიკური დიქტატურა, ბიზნეს დიქტატურა. რომ არ ახარებენ არც ბიზნესმენებს და ისინიც მოქცეული არიან აი ამ საშინელი ჭორილური სასტიკი მანიაკის კლანჭებში. ამიტომ ვიმეორებ, ძალიან ბევრი გახდება სამწუხარო დასაჭერი და ძალიან ბევრი საქმე გახდება ნათელი და ცხადი, რაზედაც ჩვენ შეიძლება ამ წუთში წარმოდგენაც არ გქონდეს. თამარი გილოცავთ, ხარებას გილოცავთ თამარ. ხო დიახ გიორგი
ბატონოშალო, უკრაინა მოიგებს თუ არა ომს რუსეთთან და თუ მოიგებს საქართველოში როგორ გაგრძელდება რაიმე საკითხი. უკრაინაში ომი ჯერჯერობით სამწუხაროდ და საუბედუროდ არ დამთავრდება, პროცესი უფრო გამწვავდება. იქ ძალიან რთული გეოპოლიტიკური შედეგები შეიძლება ვივარაუდოთ. რამდენიმე ვარიანტია მოვლენათა განვითარების. ან რამდენიმე 10 წლეულებზე გაწერილი ომი. მინდა გითხრათ, რომ სტალინმა მოიგო მეორე მსოფლიო ომი, გახდა გენერალ-სიმუსი და რა ვიცი, კერპი მთელი მსოფლიოსათვის და ისე მოკვდა, რომ აი დასავლეთ უკრაინელები, ბენდერები, სულ ეძახიან, ისევ ტყეში დარბოდნენ და ისევ წინამდებობას უწევდნენ რეჟიმს. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან კიდევ ერთი 10 წელი. ძალიან დაუმორჩილებელი და მებრძოლი ხალხია, ვიმეორებ განსაკუთრებით დასავლეთი უკრაინა. აი აქეთი ბარის დაბლობის უკრაინა, იქ სხვა ნიუანსებია და ეს ნიუანსები ვიცით, რას მოიცავს? მოიცავს იმას, რომ პრორუსული და რუსული მოსახლეობა ძალიან ბევრი, ეს ფაქტია. ამიტომ შეიძლება 10 წლებში გაგრძელდეს ეს კონფლიქტი. შესაძლებელია განვითარდეს კორეული სცენარი, რის თაობაზეც აი ულო ტიმოშენკო ლაპარაკობდა ამ დღეებში და უფრო ადრე ჩვენ ვლაპარაკობდით, გაიყოს აი თქვა დღეს რაც არის დაკავებული ეს რეგიონები, დონბასი, ლუგანსკი, მუყირიმი, ეს ხერსონის, ზაპოროჟიეს ნაწილი, ხარკოვის ნაწილი თქვა დარჩეს რუსეთს და დანარჩენი დარჩეს უკრაინას. უფრო ცუდი ვარიანტია რასაც თulis მოსკოვი რუსულ რეგიონებად მათი ოკუპაცია მოხდეს, ოდესა, ხარკოვი, ნიკოლაევი, დნეპროპეტროვსკი, რუსების თვლიან რომ ეს რუსულია, აი ესენი აიღონ და ამის შემდეგ მოხდეს კორეული სცენარი დაყოფა. საერთოდ საშინელება იქნება თუ ეხლა კიევის დაკავება განიზრახეს, აგეგმებიც რუსულ შოვინისტებს და სპეცსამსახურებს დიდი ხანი აქვს, საუკუნეები აქვს. ისინი თვლიან რომ რუსეთი დაიწყო კიევიდან, კიევის რუსეთი და ამიტომ კიევი უნდა იყოს რუსეთის დედაქალაქი, სამომავლოდაც. ეს ყველაზე ცუდი ვარიანტია. ეს საბოლოოდ დაანგრევს უკრაინულ სახელმწიფოებრობას. ამიტომ ეხლა ჩემი გათვლებით სამწუხაროდ და საუბედუროდ რაიმე დადებითი პერსპექტივა უკრაინაში არ ჩანს. რომ უკრაინის გამარჯვებით დამთავრდება ეს საშინელი ტრაგედია, რომელიც დაიწყო პუტინმა და მოსკოვმა და რა გეგმებიც 10 წლეულებია შედგენილი იყო სპეცსამსახურებში და ლუბიანკაზე. მე მიმაჩნია რომ რთულად წავა იქ საქმეები. თუმცა ვიმეორებ ჩვენ უფრო ადრე გადავიტანეთ ეს პრელუდია, ანუ ის პრობლემები, ის ოკუპაცია, ის შემოსევა, რაც ჩვენ უკრაინაში მოხდა და სულ ეუბნებოდით დასავლეთს, რომ აი რო ყოფილიყო მაშინ რეაგირება, რეაქცია, მკაცრი, შეიძლება პუტინიზმი აღარ განვითარებულიყო აი ამ საშინელი მიმართულებით უკრაინაში. არ იყო რეაქცია. შათვალეს რომ ეს საქართველოში დამთავრდებოდა და აფხაზეთით და სოხუმით და ცხინვალით მორჩებოდა ყველაფერი და რუსეთი გადაიქცეოდა ცივილიზებულ სახელმწიფოდ, დასავლეთის პარტნიორად, ევროპისათვის გაზის და იაფი ენერგომატარებლების მიმწოდებლად და მათი დამსვენებლები და ტურისტები ავსებდნენ საფრანგეთის და იტალიის და ესპანეთის ბიუჯეტს, აჰა, ვისი ბიუჯეტი ავსეს. აი ასია პოლიტიკაში და განსაკუთრებით გეოპოლიტიკაში არასწორი და მცდარი გათვლები იწვევს ძალიან დიდ კატასტროფებს, რომლებიც სამწუხაროდ ხშირად მთავრდება დიდი სისხლით. მზია, მადლობთ მზია. ნინი ბერიაშვილი მარტო ბლა 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 დაიღალა ხალხი. ნუ ეხლა ეს არ ვიცი ეს ივანიშვილის ტროლია თუ რეალურად მოწინააღმდეგეა რეჟიმის და გულგატეხილია, რაც შეიძლება ჩემთვის გასაგები იყოს, მაგრამ მარტო ბლა ბლა არ არის. თქვენ ეხუმრებით სანქცირება დავაწყებიათ ამერიკას და ბრიტანეთს. სანქცირება დავაწყებიათ რეჟიმის. ამაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა 3-4 წლის წინ გახსოვთ რომ შეყარა ევროპამ და ამერიკამ ოპოზიცია პარლამენტში და უთხრა რომ დაანებით რეჟიმს თავი არჩევნები კანონიერი იყო. ნახეთ რამხელა ნახტომი გავაკეთეთ. სანქციებშია ხალხი და სახელმწიფო ბარათებიოთ გაუქმებული.
ამიტომ ეხლა ეს ნუ გაანიველირებთ და არალეგიტიმურად არის რეჟიმი გამოცხადებული მთელ დემოკრატიულ სამყაროში და აღიარებენ მარტო აზერბაიჯანი, ბელორუსი და რუსეთი. ეს ისტორიული ამბავია. ლეიბორისტულმა პარტიამ დაიწყო ეს ბრძოლა. არ დაიწყოთ ეხლა აქ ვიღაცებმა ის ქილიკი. ჩვენ დავიწყეთ ეს ბრძოლა, ჩვენ ვიდექით წინა ხაზზე, მაგრამ ქართველი ხალხის აი ბარიკადებზე დგომის გარეშე რა თქმა უნდა ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზავდით, იმიტომ რომ ჩვენ 12 წლის წინ ვითხოვდით. აგერ ნახეთ ჩვენ Facebook-ზე გუშინ გავიზიარე YouTube-ის მასალები 12 წლის წინ ვითხოვდით ასანქცირებას ივანიშვილის კრუზთან, უიკერთან შეხვედრების დროს. უგვისმენდნენ დელიკატურად გვივემოდენ, მაგრამ ნუ არ ხდებოდეს, იმიტომ რომ ხალხის რეაქციას ვერ ხედავთ. რეაქცია რო დაენახეს ხალხის შეურიგებლობა, ბარიკადებზე დგომა, დაუღლელობა, აი ჩვენ დაწყებული საქმე ვერ გვინდება ძალიან დიდი გამარჯვებით და არ გვინდა ეს პესიმისტური, დეპრესიული განცხადებები და პოსტები განსაკუთრებით ხარება დღეს. ნატო შალვა ჩაუდექი ახალგაზრდებს და ოპოზიციას გვერდი და გამოიყვანა ესენი შენი სიტყვა და მოქმედება მთავარია. აი სწორედ აი ამ პროცესის პროგრესულობა იმაშია, რომ არ უნდათ ახალგაზრდებს სათავეში ჩადგომა, კარგად იციან ყველაფერი, ჩვენ გვყავს საოცარი სოფლიოში ყველაზე მაგარი ახალგაზრდები ყავს პირდაპირ გეტყვით. არცად დედამიწის 10 კუთხეში ასეთი აქტიური, რევოლუციური, ინტელექტუალური გლობალურად მოაზროვნე ახალგაზრდები არ ყავდა. ჩვენ უნდა მართლა ვამაყობდეთ, ამიტომ ვამაყობთ რა თქმა უნდა. ამიტომ რაიმე სათავეში ჩადგომები და კერპები და ყოჩობები და რაღაცების პერიოდი დამთავრდა. ჩვენ რამდენი ყოჩიც ავირჩიეთ, რამდენი კერპით შევქმნით. იმდენი გახდა მე ჩვენ დასანგრევი, დასაშლელი, ამოსათხრელი და 1000 პრობლემების მომტანი. გვითხრა ჩვენ უფალმა, რომ არა იწამო ჩემს გარდა არავის ვაღმერთი. მით უმეტეს ჩვეულებრივი ადამიანი. ამიტომ ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პროცესის ლიდერები, ყველა. და ეს ყველა არის ის მდინარება და შენაკადი, რომელიც გადათელავს ყველაფერს. დიახ. აბა კიდე ხო არ მოვიდა რამე. ხო. აგერ კოჩა მოჩა ხო მრისხანე ბაბუაწურამზე საკრებულოს თავმჯდომარეობა მიყიდე მიშას მერე ბიძინას პრემიერობას პირდებოდა კიდევ მოვა ტროლი ნუ რა უნდა ელაპარაკო იდიოტი ეს ბაბუაწურე კი რა იდიოტ წვერა ხარ რა უნდა ელაპარაკო ხო სათხდება ასე მიყიდვები და გაყიდვები და დანიშნვები ასე ეულად რო ხდებოდა საკამდე საქართველოს დავამსგავსებდი სამოთხეს მიშა გრანდ ქართულ პოლიტიკოს კი არა უცხოელსაც ვერენდობი დისციპლინაში რომ არიან და ტყუილებს არ კადრულობენ. ნუ ეხლა ობიექტურად რო ვთქვათ პოლიტიკოსებს ახასიათებს დაპირებებში გადაჭარბება. ეხლა ტრამპის პირდებოდა მთელ ამერიკას და მსოფლიოს 24 საათში დამთავრებდა ომს უკრაინაში და დადგა ძალიან კაცრი რეალობის წინაშე და აღშფოთებული განცვიფრებულია უკვე. რატომღაც შეგვიძლია რომ სიტყვას იტყოდა ქურდულს რომით ვამბობ და პუტინის შეწყვეტა იქ ომს. და ამით გამოყვება ამორჩეველი და ნუ ჟეროდა ალბათ, მაგრამ ნუ აი ჩემი სუსტი მხარე შეიძლება რა ვიცი არ უნდა ვამბობ არის ის რომ ვერ ვპირდები ტყუილად ხალხს ვერაფერს. აი ანუ ისე ტყუილის აი თქვათ რასაც ან ჰიპოთეტურ დაპირებას კაიტყულს ნუ ვიხმართ. აი არ შემიძლია ამის გაკეთება და ამის გამო ხშირად ნუ ალბათ ზარალდები კიდეც, იმიტომ რომ ხშირად დიდი ტყუილი ურჩევნია ახალს მაგალითად აი თვითოსობაც 5 მილიონი. აი თქვა უფასო ფული. თქვა აი ყველა ის კრედიტის ჩამოწერა ბანკიდან რასაც პირდებოდა თქვა იგივე ბიზნეს ევანიშვილი. ხო, ალბათ გარკვეული კონტროლი პოლიტიკოსებზე გარკვეული არა, კაცრი კონტროლი საჭიროა, რომ მათ ძალიან გადაჭარბებული იმედები არ შეგვიქმნან. და მე არ გავხდეთ ამ იმედების ხვეპრი ჩვენთან.
გოჩა ბატონო შალვა ბრავო ბატონო შალვა ისევ თქვენ თუ რამის მოიმოქმედებთ თორემ ამ ოპოზიციაზე ჩვენი მტერი იქნა საერთოდ გოჩა უნდა შევთანხმდეთ მეგობრებო რომ სადაც დიქტატურა იქ არ შეიძლება იყოს ძლიერი ოპოზიცია ხშირად ოპოზიცია საერთოდ არ შეიძლება იყოს დიქტატურაში ხოლო თუ არის არ შეიძლება იყოს ის ძლიერი ოპოზიციის პირობებში დიქტატურა არ მყარდება და დიქტატურა ევენაშუნა დამყარა მას შემდეგ რაც გააბანძა პოლიტიკური სპექტრი იყიდა ოპოზიცია გახადა თავისი მორჩილი მისა დავალებები რომ აი შენ ნარკოტიკების საკითხი დაიცავი და ამ საკითხში გამიწია ლობირება აი შენ ამერიკულ გაზეთებში და ევროპულ პრესაში მოაწერე ხელი რომ მე მაგარი დემოკრატი მართველი ვარ აგერ ნუ შემეწინააღმდეგები და დეპუტატი გახდები იყავი მორჩილი ლოიალური და მინისტრი იქნები კორპუსს აგაშენებინებ იქ იმას დაგიფინანსებ დაგისაქმებ აი ასე გააბანძა ოპოზიცია ერთადერთი ჩვენ დავრჩით ახლა პირდაპირ რო გითხრათ ერთადერთი რომელთანაც ვერ შევიდა ის დანაშაულებრივ გარიგებაში ალიანსში ვერ შევიდა ამიტომა რომ ჩვენს გაგონებაზე აძაგძაგებს ეს ძალიან კარგია მარტო იმ ადგილად დაბადება რომ აი ამის თანებს არ უყვართ ავთანდილი აბა რას მოველოდით შალიკო წითელი ტურებ კოგუაშვილი ხო ეს ალბათ ტროლია წითელი ტურების ხროვის მთავრობის ტერორის ქვეშ ვერ გავიგე რას თან ამ კონცეპტს ინტელექტის პრობლემაც აქვს ვერ აზროვნებენ კერთაყონისმცემლებია ჩლუნგებია ყალბად მორწმუნენია აი ხშირად გადავდივარ ხოლმე ამათ გვერდებზე და პირველ რიგში პატრიარქის სურათი აქვს და ეკლესიის სურათი დადებული და ისე იგინებიან ისე ილანძღებიან ისეთი ფარისევლებია როგორ შეიძლება რომ ამათ კონდეთ საეკლესიო ატრიბუტიკა გამოყენებული და ალბათ ძალიან სერიოზული აი ხარებობაა და კიდევ ერთხელ ვამბობ სერიოზული რეფორმა გასაკეთებელი საპატრიარქოში რომ დამთავრდეს პოლიტიზაცია ამ ორგანიზაციის დამთავრდეს ბიზნესიზაცია დამთავრდეს ღვთის სახელით მილიონების შოვნა დამთავრდეს სინოდის წევრთა ცეკას მდივნებად ტრანსფორმირების პროცესი და დაემსგავსოს ღვთის სახლს დაემსგავსოს ქრისტემ ოპოზიციონერობით დაიწყო თავისი მოღვაწეობა ოპოზიციონერი იყო ქრისტე ის დაუპირისპირდა არსებულ რომაულ მმართველობით სისტემას დაწყებული იმ საგადასახადო რეჟიმით მეთევზების წირში რო იჯდა ის ადგილობრივი მმართველობა გაგზელებული საბაჟო რეჟიმით გაიხსენეთ ის ზაქე მებაჟე რეჟიმს დაუპირისპირდა ქრისტიანობა და ეკლესია ნიშნავს არადამიანური რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლას და ისინი უნდა იყვნენ მაგალითად ჩემთვის ისინი უნდა მიმიძღოდნენ ცეკვთვისმსახურები და არა აგენტურა ბიზნესმენები პროპაგანდისტები რეჟიმის და სანაცვლოდ აგერ ყოველკვირა 30 მილიონი 20 მილიონი 25 მილიონი გამოეყოფა საპატრიარქოს და ნუ მოკლედ დანაშაულებრივი კორპორაცია სახეზე ფაქტურად საპატრიარქო გადაიქცა სახელმწიფო აი deep state-ს რო ეძებენ deep state-ს ივანიშვილი ეძებს ამერიკაში აგერ არის deep state-ი საპატრიარქო ერთი მეორე deep state-ი ოლიგარქია აქვე საქართველოში მესამე deep state-ი ბიზნესი მეოთხე deep state-ი სასამართლო ხელისუფლება მეხუთე deep state-ი ივანიშვილის კონტროლებადი მასმედია deep state-ების იმაში ვარ გარემოწვევში აი ეს deep state-ები და სამართლებელი და ეს თუ არ გაკეთდა საქართველოს როგორც სახელმწიფოს ერთ სახელმწიფოს გადარჩენა არ უწევია და ჩვენ გადარჩენა უცებებლად გვიწერია და ამას გავაკეთებთ ხო აგერ აქ მსჯელობა მიდის ერთმანეთში მეგობრების მოუწოდებ რომ დელიკატური იყოს ეს პოლემიკა და ინტელექტუალური ვანო მადლობა ვანო თამარი უკრაინას ბოლო თვეს 77,000 ობიექტი აუფეთქებია დრონით ასე რომ ყველაფერი წინა უკრაინელები არ დათმობენ ბრძოლას შალვა ამ დევნების მმართველობას მოიღება ბოლო დრო გავიხსენოთ რა დაგიბარეს წინაპრებმა ჩაუხდეთ მუხრა ბატონსა თავს დავანგრიოთ ბანია დროა ვაჭკაცობის გეთახმებით ღმერთმა გისმინოთ კაბატონ თამარ ღმერთმა გისმინოთ რომ ბოროტება ყველგან დამარცხებული იყოს საქართველოშიც უკრაინაშიც და ყველგან ფრანჩესკო ჩვენ ძველი მეგობარი ბატონო შალვა საინტერესო იქნებოდა თქვენს პარტიაში თქვენს გვერდით 2-3 წონიანი პოლიტიკოსი წონიანი პოლიტიკოსების სვენაა ჩვენს პარტიაში და ყოველთვის ასე იყო ახლა ვერ ვზივართ არა გვაქვს საკუთარი ტელევიზია რომ ყოველდღე იჯდნენ პარტიის ლიდერები
და გამოდიოდნენ სიტყვები და სახლებიდან უკეთებდნენ პირდაპირ ჩართვას. აბსოლუტურად აკეტილია პარტიის ლიდერთა ჩხარტიშვილს აგერ ზინავს ლაშა ჩხარტიშვილს პარლამენტის წინ ალბათ ყველა იცით და საქმის კურსში ხართ. ერთ ინტერვიუს არ ართმევს არც ერთი ოპოზიციური ტელევიზია. მიცდება მიცემული რომ აი წარმოაჩინო რომ ლეიბორისტულ პარტიაში არ არის ხელმძღვანელთა გუნდი, ლიდერთა გუნდი და მარტო ერთი კაცია შალვა. გიორგი გუგავასთან. გუგავასთან პოლიტიკოსი საქართველოში მე არ ვიცი. ერთგული, პრინციპული, ზნეობრივი. ესეთი პოლიტიკოსები რო იყო საქართველოს არც სამოქალაქო იქნებოდა, არც გაატრელება იქნებოდა, არც ამდენი დაშლა იქნებოდა, არც ამდენი უბედურება იქნებოდა. პოლიტიკოსებმა გაყიდია სული, პრინციპები, პარტიები და იმის გამო დაატრელდა ბერეს ყველაფერი. ეტალონია გიორგი გუგავა, აი პატრიოტიზმისა და ზნეობრივი პოლიტიკოსობის. რამდენი ხანი არ მოსულან ინტერვიუზე და არ ჩამორთმევათ ინტერვიუ. ასე უამრავი ახალგაზრდა ლიდერი იზრდება კიდევ აქ რეგიონებში, აგერ ქუთაისში ერაკლი კიკვაძე, ალბათ ქუთაისელები დამეთანხმებიან, დღე-დღე აგერ მიტინგებზია უნიჭერესი ახალგაზრდა ინტელექტუალური სიამაყე ჩვენი და ერთი ტელევიზია არ მიეკარება ეს TV პირველი ხაზარა ვიზია თუ რაც ქვია, რომ ინტერვიუ აიღოს და ჩამოართვას, გაფრთხილებულებია. ისევე როგორც არ მიეკარებიან ნიკა ვარდოშვეს, აი ახლა დააჯარიმეს კიდევ ნიკა, ისლაშო მე 14 დააჯარიმეს და ნიკა დააჯარიმეს კიდევ 500 ლარით. თუ 5000 და არ ვიცი რა მშელობა აქვს. გზა გადაკეტეო თელავში. კახეთის რეგიონის კოორდინატორი უნიჭერესი ახალგაზრდა კაცია პარტიაში გაზრდილი ნამდვილი ლიდერი. კახეთში არც ერთ პარტიას არ ყავს ეგეთი ლიდერი. ისე როგორც იმერეთში არც ერთ პარტიას არ ყავს კიკოძისნაირი ლიდერი. ისე როგორც გურიაში არც ერთ პარტიას არ ყავს დავით მამალაძისნაირი ლიდერი. ხო და აი ეს ბლოკი, სატელევიზიო ბლოკი მარტო ჩემზე კი არ არის დაწესებული. გუნდზია, პარტიის გუნდზია დაწესებული, რომ რამენაირად ხალხმა არ გაიგოს, რომ ეს არის ერთადერთი კლასიკური გუნდური პარტია, რომელიც თავის პრინციპებს 30 წელი არ ღალატობს და ბოლომდე აწვევა საქმეს და ბოლომდე წირავს თავს იმისათვის, რომ ხალხს ემსახუროს და ქვეყანას უშველოს. აი ეს ამიტოა, რომ რეაქციები მაქვს ძალიან მკაცრი, იგივე ხაზარაძეზე და ჯაფარიძეებზე და აი ეს. ეხლა ზოგიერთი ტელევიზია მომენტებში გაგვეხსნება. თქვათ კი მე მიწვევენ რაღაცა პირდაპირ ეთერში ან ინტერვიუში ჩამოგვერთმევენ და მე რამდენიმე კვირა გვეკეტებ, იმიტომ რომ ხაზარაძე უხდის ფულს რო არ გამოგვაჩინონ. და ნიკა გვარამია კიდევ ცნობილის ბაღლინჯო ეროვნული. როგორ არ თქვა, ეხლა ხარება შეიძლება არ უნდა ვამბობდი, მაგრამ ბაღლინჯოობაზე უარესობა, რაც მაგათ გააკეთე ჯერ არჩევნებამდე ხელისუფლებასთან გარიგებით, ფულაობით და რაღაცა იმ იმედით, რომ ხელისუფლებაში მოიყვანდა და გილაური იქნებოდა პრემიერ-მინისტრი და ოლიგარქების ის დაიწყებოდა ზეობის ახალი ეტაპი, გადააგდორა თმონდო პუტინმა და ივანიშვილმა გადაყარა ფულკი შერჩათ. ხო, ნუ მოკლედ ეს გასახვეტია რა ეს პოლიტიკური ეგრეთ წოდებული სპექტრი. გასახვეტია ერთიანად. ერთიანად, ეხლა როგვი ოთახს, ნახევარს ხوار დაგვიმარტო, ერთიანად უნდა გამოგაო, რომ ეს წვერი და ჭუჭვი მოიხსნას. აი ეგ პრობლემა გვიდგას წინ ჩვენ, რომელსაც უნდა მოვერიოთ. კარლო ბატონშალო ემიგრანტებზე რა გეგმა გაქვთ ხალხმა რომ აგირჩიოთ ემიგრანტებზე ერთადერთი გეგმა რომელიც არ შეიძლება ექვემდებარებოს გადახედვას და კორექტირებას და პარტიულობას და ეს ზეპარტიული ზერუნული საკითხია დაუყოვნებლივ მათი დაბრუნების დაწყება და ემიგრანტების გრანტის დაწესება ემიგრანტი რომ ჩამოდის აქ უნდა დახვდეს გრანტი ბიუჯეტიდან რათა მან დაიწყოს ან ბიზნესი პირველადი, ან სახლი ააშენოს, ან გარემონტოს, ან ბავშვებს მიხედოს და შემდგომი, რა თქმა უნდა, მისი ადაპტაციის პროგრამა ქვეყნის შიგნით. შალვა სუსის აგენტი ეგ ბაბუა წერაო, ნუ ახლა აგენტობა ცოტა მაღალი ბატონშალვა მაღალი სტატუსია აგენტს ტვინი უნდა კონდეს და ანალიზი უნდა კონდეს და იცოდეს ძალიან პრიმიტივებია, ძალიან ათლარიანი პრიმიტივებია. ხო, ნუ აქ არიან ოპონენტები, რა თქმა უნდა. მიშა გვეუბნება სიმართლეს არ ამბობ თქო, ვერ იტყვის ადამიანი და ხშირად თამადად, მაგრამ მე ისე ურახუნებთ ეს მომენტი არაა ლამაზი. ნუ რა ვიცი ახლა რა გითხრათ, ნუ პრეტენზიები არ გამოილევა საერთოდ პოლიტიკოსის მიმართ.
მარგარიტ ტეტჩერს აქვს ნათქვამი, აი ზღვარო ფეხით გადაიარო პოლიტიკოსმაო. გამოჩნდებიანო საზოგადოებაში ხალხი ვინც იტყვის რომ სულ არ ცოდნიაო. ნუ ეს ალბათ ბუნებრივი ობიექტური ამბავია და ამას უნდა შევეგუოთ კრიტიკას. და საჭიროა კრიტიკა საჭიროა რომ პოლიტიკოსი არ მოვდონდეს. ივანე არსენაშვილი ნატო აღარ ყავთ მორჩა აბა უკრაინის მაგალითზე გულესავდით რუსეთს დავასხატო თქვენ საცოდავებო და ვაი პოლიტიკოსებო ბიძინა ტუზია თქვენთან უფარმაც გაამარჯვებინა ბიძინას უფარმა კი არ გაამარჯვებინა თავისთავად ტყუილებმა უზნეობამ პუტინის ფულებმა და ნატოს მხარდაჭერა მთელი ამერიკა და ბრიუსელი და ნატო მას უჭერდა მხარს გახსოვთ 2011-12 წლებში ეგონათ რომ ის აიყვანდა ქვეყანას მიმართულებით მაგრამ როცა მან მოსთხოვა სამუდამო დიქტატორობა აქა და იგუარი უთხეს ვერ გადაკიდა ნატოს თორე ნატოზე მე ვამბობდი 90-იან წლებში რა დაგავიწყდათ განსაკუთრებულ უპროსტაობას რომ ზღაპარია ნატოში არ მიგვიღებენ და გამოგვივა ესე ბავშვები რომ ისდევენ იმ ვაგონს დეიდა ნატო და ეს ვაგონი რომ წავიდა და ის ქალის გაყვეს ნატო არ მიგვიღებენ ვეუბნებოდი ამას შევარდნაძე ვეუბნებოდი სააკაშვილს შემდგომში სულ ვამბობდით რომ არ არის გეოპოლიტიკურად მომწიფებული ეგ საკითხი აი ნატოში მიღების ასეთ ცდილობებს მოხდება უკრაინა, მოხდება ცხინვალი, მოხდება აფხაზეთი. რამდენი ხნის გეუბნებოდი და მე ამის გამოწერდნენ. მოხსენებით ბარათებს ეს ლიბერალური ეს რა ქვია სექსუმსირესობითი სექტები ვაშინგტონში და ბრიუსელში რომ აი რუსეთის აგენტია რომ აი თქვათ წინააღმდეგია ნატოში შესვლის გეუბნებოდი ჩემს იყოს დამოკიდებული მომავდ რეალობას და ვიცოდი განწყობები ნატოშიც და დასავლეთშიც ამ თემას. ბიძინა შევა, ყველგან შევა. დინოზავრის სპიქტერში შეძრობა, ოღონდ კი ძალაუფლება და ფული შეინარჩუნოს. ნატოში შევა, მათ შორის რო ქონიყო შანსი და რო დაეკმაყოფილებდა ეს მოთხოვნები. ეხლა ეს ლილოაშვილი ხო გადადგა ის ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული უშიშრობის შეფი. გააგზავნა თქვენ ალბათ იცით ეგ ამბავი მე გითხარით ხო წინაზე თუ არ მეთქვია ამ გადაცემაში. პირველი ივლის გააგზავნა გასული წლის ამერიკაში ვაშინგტონში ჩაბძანდა ეს ბატონი ცერეულში ეს ლენგლი მერილენდის ვაშინგტონთან ახლოს არის მაგათ შტაბ-ბინა შეიყარა ეს მთელი ცერეულის ხელმძღვანელობა გამოვიდა სიტყვით და გადასცა დანაბარები ამ პრიმიტივის პუტინის პრიმიტივის რომ აი თუ ესე იგი დამტოვებთ ხელისუფლებაში და არ იქნება სანქციები და ჩემს დიქტატურას არ შეეხებით საქართველოს გაერთიანება ნატოშიც, რა ვიცი, კატოშიც, ევროკავშირშიც და ყველგან და ყველგან. და რაკეტებსაც დავდგავთ საშუალო სიშურის ირანის წინამდე. ეს ოფიციალურად დააბარა, ის გაგიჟდნენ ახლა იქ, იმიტომ რომ ეს ღირებულებითი სახელმწიფოებია და იმპერიები და სისტემებია დასავლეთში. ღირებულებაზე აგებული სისტემებია. და იქ რეიგანმა ვერ გაბედა და მან ვერ გაბედა, რა ქვია, კლინტონმა და თუ გვინმე იყო სახელოვანი პრეზიდენტი მოეთხოვა მუდმივი პრეზიდენტობა და დიქტატორობა. აი ეწურება მაქსიმუმ 2 ვადა მიდის всё დამთავრებულია, მათთვის სრულიად გაუგებარია. რა თქმა უნდა გამოუშვეს უარით. და რა თქმა უნდა აწყვიტა ამან მერე და დაიწყო deep state და ახალ ეტაპზე გადავიდა იმასთან რა ქვია სოფლიო ფარულ მართლობასთან ბრძოლის მაშინ როდესაც იმესი უკანალში ეძინა სოროსის უკანალში 2003 წლიდან და უფრო ადრე. თქვენ გახსოვთ მისი განცხადება რომ სოროსი მე ვიყავიო. უბრალოდ სოროს ვაბრალებდით იმ ვარდების რევოლუციის დაფინანსებას. თუმცა სოროსი გამოეცხადა მე უსუფაშვილთან ერთად სოლოლაკში ის კადრები ნახეთ YouTube-ზე ერთმანეთს უღებენ ადრეს ვიხმარე ეგ სიტყვა ახლა გავიმორი კუჭის სვენს კოცნით. ისეთი ამბები ქონდა. და ახლა ესებძვის სოროს და ესებძვის deep state და ფარულ მართლობას ვაი სერცხული. სასწაული. ასე რომ ნატოში თუ ვინმე ამბობდა რეალობას ნატოზე და შესვლის შეუძლებლობას ქართული პოლიტიკიდან 30 წლის მანძილზე ეს იყო შალვა თელეშვილი და ლეიბორისტული პარტია და ამის გამო ჯვარს გვაცვეს და რუსეთის აგენტობა დაგვაბრალეს ლამის. მათ შორის ივანიშვილმა და მისმა მოსყიდულმა პარტიებმა და ექსპერტებმა და არასამთავრობოებმა. გასაგებია რასაც ამბობ ბატონ შალვა, მაგრამ მაინც დადგება დრო რომ ლიდერი იქნება საჭირო მანამდე სანამ უნდა გაძრუნო ახალგაზრდა უფრო მეტი მოქმედება საჭირო პოლიტიკოსებისგან გეთანხმებით, მაგრამ აი ხო ვიო გწევს აი რა ვქნათ ჩემო ძურფასო
ვის უნდა ულიდერო ერთი მითხარით. ახლა ხაზარაძე ჯაფარიძის ლიდერი, ნუ მე ვერ გავხვდები და არც ამირჩევენ, იმიტომ რომ ხალხს თავის საბანკო მილიარდიანი ინტერესები აქვს, აგერ დამთავრდა ფინანსური წელი და მილიარდ ნახევარი მოგება დარჩათ მათ TBC ბანკს გადახედეთ სტატისტიკას, იქ ანაკლის ხელშეაგდება უნდათ, მაშინ როცა ანაკლი უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრება და ის არ შეიძლება იყოს რომელიმე ბიზნეს სეგმენტის საკუთრება, არც ივანიშვილის, არც ხაზარაძის. თავიანთი პარტია აქვს, თავიანთი ტელევიზია აქვს, თავიანთი კამპოტი აქვს. ეხლა როგორ უნდა მივიდე მე მაგათთან და განუცხადო რომ მე ვიქნებ თქვენი ლიდერი, რომ ხელ დაიხოცებენ ჯერ სიცილით. ხო? ეხლა ეს ნაცნობრობა ნუ დაშლილია ლიდერი დაჭერილი იქ, ოფისი გაყიდეს იქ, სარგებლო საინტერესო პიროვნებები არის იქ, ვისაც პატივს იცემ, მაგრამ ნუ ეხლა იქ ნუ რა უნდა გავაკეთო მე რა უნდა შევძლო. ახლა იმის გვარამიას ლიდერი გილაური და ივანიშვილი არიან 40 მილიონი რომ ისწეს. და ეხლა ის რანაირად მაგერებს ლიდერი არც მე მოიდოვებ მის ლიდერობას. უბრალოდ უნდა ჩამოყალიბდეთ ჩვენ ეს ხელისუფლება დაემხობა აუცილებლად, მოვიცილებთ. და არჩევნები აუცილებლად იქნება და მარჩევნებზე მოგვეცით ნდობის მანდატი ლეიბორისტულ პარტიას 4 წლიანი, რომ დავამყაროთ აქ სოციალიზმი. ეროვნულ ევროპული სოციალიზმი. რომ ადამიანებს ჰქონდეთ არსებობის, შრომის, გადარჩენის, ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილების, გამრავლების და აღშენებლობის გარანტიების სახელმწიფოებრივი. ამას გავაკეთებთ. ერთ ვადაში ამას გავაკეთებთ. და მე რომ ნახავთ რომ გავაკეთებთ, მეორე ვადასაც აგვირჩევთ ალბათ. და მე მესამე ვადით აღარ ვიღებთ უკვე კენჭს და ვეღარ მოვალთ ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ეს იქნება შეზღუდული. და უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ მუდმივ მმართველობაზე პრეტენზიები. და დანარჩენს ნახავთ მე აი ამ პარტიებიდან, იქ არიან ღირსეული სახეები, ახალგაზრდები განსაკუთრებით, მაგათ ჩავაბავთ იქ პარლამენტშიც, მთავრობაშიც, რეგიონულ მმართველობაშიც, რა თქმა უნდა ეს არ იქნება ერთპარტიული რეჟიმი, ღმერთთან აგვიპაროს, მაგრამ ნდობის მანდატი უნდა მოგცეთ ჩვენ ახლა. აი ახლა როგორ გესიამოვნებათ მე და ხაზარაძე რომ ერთად ვეწერებით სიაში. ხო დაიხოცებით სიცილი და მოიფიქრებთ რომ მიყიდა მე ხაზარაძემ. და ვინ გადაგარწმუნებთ თამაში. ან კიდევ აღარ მინდა ახლა დავასახელო სხვებთან. ამიტომ ეს კლასიკური გაგებით გაკრეპებული ლიდერი დღეს არ გვჭირდება რა. ზედმეტია. მე იმ ლიდერსაც ვღუპავთ ამ გაკრეპებით მე. კისერს ვამტროვინებთ ან რაღაც უბედურებას აკეთებს და აი ესეთი პრობლემების წინაშე გვაყენებს. დავითი ბობოხია, მადლობა, ხარბას გილოცავს, გურა ბატონი გურამი, ვფიქრობ, რომ უკრაინა რუსეთის ომი შედარებით მალე დამთავრდება თლაშიში მკაცრ ეკონომიკურ პოლიტიკას განახორციელებს რუსეთის მიმართ. როგორ გითხრათ, მე ახლა პრინციპში შეწყვეტილი მაქვს ტრამპის საგარეოპოლიტიკური კურსის კრიტიკა, განსაკუთრებით უკრაინა რუსეთის მიმართულებით. არ მინდა რომ აქ ჩვენი საქმე დავაზიანო და ნებისმიერი კრიტიკული განცხადება, მე მადლობელი ვარ ჩვენი აი ამ აქტიური პოლიტიკური სპექტრის და არასამთავრობოების, როდესაც მოუწოდე რომ ტრამპის ლანძღვას თავი დაანებეთ, იმიტომ რომ ესენი აგზავნიან მე იქ შეტყობინებებს და ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 10ჯერ, 100ჯერ, ეხლა ის ადამიანია, თავმოყარი, ამბიციურია და შეიძლება იფიქროს რომ აქ ივანიშვილის საწინააღმდეგო მოძრაობა ანტიტრამპისტულია და ეს არ იქნება კარგი პროცესისთვის, რაც დაწყებული გვაქვს და რაც ასე წარმატებით მიდის სანქციების პროცესი. ამიტომ ეხლა მე ძალიან გულახდილი ამ თემაზე ვერ ვიქნები, მაგრამ შემიძლია ზოგადად გითხრათ, რომ ამერიკის პოლიტიკა არის ძალიან მძიმე, განსაკუთრებით ომებში ჩარევასთან დაკავშირებით, ისტორიულად. ეს მარტო ტრამპის გამო არა. გავიხსენოთ მეორე მსოფლიო ომის წინა პრელუდია. ამერიკა არ ერეოდა ამ ომში, არ ერთვებოდა. უკვე ევროპაში მიდიოდა საბრძოლო მოქმედებები, პარიზი აიღეს ჰიტლერის ჯარებმა, არაფერი რეაქცია არ იყო, სანამ არ დაუბომბეს პერლ ჰარბორი იაპონელებმა. აი ამის შემდეგ ჩაერთო ომში. ამიტომ მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ამერიკა ჩაებმება რუსეთ-უკრაინის ომში. რომელიმე მხარეს აქტიურად. ნუ უკრაინის მხარეს, ნუ იარაღს მიაწვდის ალბათ, ბუნებრივია, იქ სანქციებს გააგრძელებს, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს მონგოლური ურდოს რეფორმატორულ ჯგუფთან, დღევანდელი რუსეთის სახით. რომლისთვისაც ომი ეროვნული სპორტული სახეობაა. ესეც ამერიკამ კარგად.
ამიტომ ის გარკვეულ სიფთხილეზეც იტრიალებს ამ თემის გარშემო. და გარდა ამისა, ახლა აქვთ იქ საერთო ინტერესები ქართულ აღმოსავლეთზე, იქ იემენზე, იქ დასავლეთის სერიოზულად შიშობს, რომ ჩინეთმა არ დაიკავოს ციმბირს. უკრაინაში ომი მიდის რის გამო? ციმბირის გამო. რუსეთი შესაძლოა დაშლის შემთხვევაში ციმბირის უდიდესი რესურსები, რომელიც აუცილებელია ჩაირთო მე მგონი, ხო? ჩაირთო მე მგონი. ხო, პატარა გათიშვა იყო ინტერნეტის. ხო, უკრაინის ომი მიდის ციმბირი ვის დარჩება ამ თემაზე ძირითადად. რადგან თუ დაიშალა რუსეთი, რისი საფრთხეც არის, იმიტომ რომ ეს არ არის სტაბილური პოლიტიკური სისტემა. ამერიკის დაშლა დღესდღეობით წარმოუდგენელია, იმიტომ რომ შტატები თვითონ ქმნიან საერთო სახელმწიფოს. შტატი 50 შტატზე დგას. და აქვს საერთო ბიუჯეტი, აქვს საერთო საგარეო პოლიტიკა, მაგრამ აქვს დიფერენცირებული სასამართლო ხელისუფლება, საარჩევნო სისტემა. ანუ ეს ძალიან საინტერესო კონგლომერატია და რუსეთი ერთი პიროვნების ნებაზია ჩამოკიდებული ყოველთვის. ის პიროვნება, როდესაც ან გალოცდება, ან გაბოზდება, ან გაგიჟდება, ან რაღაცა ემართება, მე იმპერიაც იშლება. ნუ ახლა გაუმართლა რუსებს, რომ ეს პუტინი, არ არის ლოთი და ნუ ყოველ შემთხვევაში კგბ-ში გამოზრდილია და ნუ ის ეს იმპერიული სტილი, მაგრამ ხვალდაზე რა იქნება არანაირიც. ამიტომ ციმბირი ვის დარჩება, ამაზე უკრაინაში ომი. რეალურად რო ვთქვა. და ციმბირული რესურსების გარეშე კოსმოსის ათვისება, რაც უნდა მასკს და მარსზე დასახლების გაკეთება არ იქნება. აი, რედკაზემელნი მატერიალია იშვიათი მიწის მასალები, რაზეც ახლა ტრამპს უნდა რომ უკრაინას გაუბრუნოს საშეკრულება, აი რუსეთშია თავს საყრელი. აი ახლა აღმოაჩინეს ჩინეთში ნივთიერება, რომელიც 60,000 წელი უზრუნველყოფს თელ ჩინეთს ელექტროენერგიით. ანუ ურანივით რადიოაქტიური არ არის, სუსტად რადიოაქტიურია, ეკოლოგიურად სუფთა და უნარჩვენო წარმოებაა ფაქტობრივად. აი ასეთი მეტალებით სავსეა ციმბირი. მოგახსენებათ, მან უდიდესი ვულკანი ამოიფრქვა რამდენიმე 100 მილიონი წლის წინ, ეს არის დიდ ვულკანზე ამოშენებული პლატო. იქ ახლა ამოიტანა უზარმაზარი მასალები და მეტალები ოქროდან დაწყებული, ვოლფრამი და ნიკელით გაგრძელებული. ამიტომ უკრაინაში ომი მიმართულია იქით საომრლოდ ვის დარჩება ციმბირი. ეს არის მთელი გეოპოლიტიკა. სიმართლეა. ამიტომ ძალიან რთულია პროგნოზების გაკეთება. რომ უკრაინაში ან ეს გაიმარჯვებს, ან ის გაიმარჯვებს, ან ორივე გაიმარჯვებს, ან ამერიკა გადამწყვეტ როლს შეასრულებს, ან განერიდება ამ პროცესს. იქ საშინელი სისხლის ქვაბი დუხს სამწუხაროდ და ამას ეწირებიან ახალგაზრდები, ბავშვები, აი ახლა იქ რო დაბომბეს იმ კრივოიროგია თუ რა ქვია. ბავშვები დაიხოცნენ, ის ჰქონდათ ბანკეტი მე-10 კლასელებს სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით, ნუ საშინელი ტრაგედია, საშინელი. ხო, ეს მრისხანე ბაბუაწვერა, ნუ არ ისვენებს, რამდენს გიხდი შვილს, ეს რამიშვილი, რამდენს, ხო. ირმა, სიამოვნებით შემიძლია უსმინო შალვას, რაც ამბობს ყური, მადლობა ირმა. დიახ, სოფია. მოგესალმებით ბატონ შალვა, მთავრობის უბრალოდ გაშვება საკმარისი არ უნდა დაიწყოს გამოძიება მეტაცებული სახელმწიფო ქონების კორუფციის შედეგად მოპოვებული მილიონების შემოქმედება უნდა მოხდეს, უნდა დაისაჯოს ყველა ვისაც ერისა და ქვეყნის გაუბედურება. მთლიანად გეთანხმებით სოფია, პირველ რიგში ივანიშვილის მილიარდები ჩვენგან მოპარული დაბრუნდება უკან. გარდაულად პანამის ოფშორებიდან, ვირჯინის მარშალის კუნძულებიდან, ევროპა-ამერიკის ბანკებიდან, ლონდონის ბირჟიდან, გუანჯოუს თავისუფალი ზონიდან, სადაც 10 მილიარდი გაიტანა ეხლა ამ ბოლო პერიოდში, როცა დაინახა რომ იქ ინგლისში საფრთხის ქონებას. ასევე უკან დაბრუნება მისი ოჯახის წევრებზე გაფორმებული ჩვენგან წარმოებული ქონება, მისი დეიდაშვილის, მამაცაშვილის მილიარდები, რომელიც მოკაფულია საქართველოს რკინიგზით და აზერბაიჯანიდან გაზისგან ავტობუს ტრანსპორტირებით საქართველოს გავლით, ეს ყველა თქვენგანის ფულია. მისი დეიდაშვილების სახელზე გაფორმებული, დიშვილების სახელზე გაფორმებული, პარლამენტის AS წევრები კორპუსებს რო აშენებენ ინჯიადან დაწყებული, კამჩატკაზე რო ოქროს საბადო. ეს ყველაფერი თავს მოიყრეს საქართველოს ბიუჯეტში და ამ ბიუჯეტით შეიქმნება ფონდი გადარჩენისა და ყველაფერი რის თაობაზეც ჩვენ საუბრობდით, დაწყებული დემოგრაფია, ბავშვების გაჩენაში ხელშეწყობა, ოჯახების შექმნის ხელშეწყობა, სოფლების აღდგენა, წარმოებების აშენება, აი 150 საწარმო ფაბრიკა ქარხანა ევანშენ უკპირდებოდა, აი ამ კრედიტების დაფარვა,
მათ შორის ჩხარტიშვილისგან წართმეული როცა გვართო მილიარდები ანაბრები რომ მოხპარა და ლონდონში ორი სახლი უყიდია, ერთი გოგოსთვის, მეორე ბიჭისთვის, რუსეთის საელჩოს წინ ორი სასახლე უყიდია. მიგრანტებმა და ამერიკას იმ დროს სურათს გადმოგიგზავნითო და ეხლაც ამოკონტროლებულია და ფოთში რა მილიარდები შემოდის შემოსავლები, იმას აკონტროლებს და იყოფა მასა და ივანიშვილის შორის. ესე იგი, შვეიცარიად ვიქცევით 24 საათში. აი იმ ფულით, რომელსაც დაუბრუნებთ უკანა ამ ყაჩაღებისგან. ეს სინგოლოდება დამერწმუნეთ. დიახ, გეთახმებით ამაშიც რომ ბიზნესმენები პარლამენტში არ უნდა იჯდნენ. ბიზნესმენი და სპორტსმენი პარლამენტში უნდა გამოირიცხოს ხალხო. თუ გვინდა გქონდეს სახელმწიფო, თუ გვინდა გქონდეს მომავალი, თუ გვინდა გქონდეს შვება და ხარება. ეს ორი კატეგორია უნდა გამოირიცხოს პარლამენტიდან. ეს არის უბედურება ჩვენი და დავწმუნდით წარე გამოცდილებით. ისე ჯობია რომ სხვისი გამოცდილებით დავწმუნებულიყავით, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ თავზე გადადა ყველაფერი. ამათი მოშვება ძალაუფლებაში ეს არის უბედურება, ეს არის ტრაგედია. ამას სულ ამბობდი 30 წელი სულ ამბობდი, მაგრამ ხან გიშმეძახტე, ხან არასერიოზულს, ხან რა ვიცი, ექსტრემისტს. გოჩა, ბატონშალო, ჩვენ ვფიქრობ ახალი კერპის შექმნით სალომეს სახით. სალომე ვფიქრობ ივანიშვილის პროექტი და ივანიშვილის გარანტიები რომ არ ქონოდა თავს ავლადიდებას აქ არ შემოვიდა თქვენას იყო ივანიშვილის პროექტი, ივანიშვილის დანიშნულია პრეზიდენტად, ამის თავაზე იცით მე. ბევრი პრეტენზიები მქონდა ამ ქალბატონთან, რა თქმა უნდა, პუტინის ჩარევითაც, მათ შორის აი ჰელენ დანკოსის შუამავლობით მისი ბიძაშვილი იყო გარდაიცვალა ახლახანს პუტინის თავრობის საფრანგეთში, მაგრამ ეხლა ეს ქალბატონი არის პრაგმატიკუსი, საკუთარი თავის და საკუთარი ოჯახის მოყვარული, საკუთარი ინტერესების დამცველი, შესაბამისად შეიცვალა ვითარება, არ დაუკმაყოფილა მეორედ გაპრეზიდენტების სურვილი, ამ პრემიერად დანიშნის ამბიცია, რაც მას ჰქონდა. და შესაბამისად, ოჯახები იშლება, სულხმარი ცილდება და შვილი მამას უდგება ოპოზიცია წინააღმდეგობაში და ზოგჯერ მამა ამბობს შვილებზე უარს და ეხლა ამათაც ჯვარი არ ქონდეს ერთმანეთს დაწერილი, მithomდეს არ გამოურჩევიან დიდი ერთგულებითი ზნეობრივი პრინციპებით. ამიტომ დღეს ნამდვილად მის ინტერესებით არ მოქმედებს და მის წინააღმდეგ მოქმედებს და ეს გვაწყობს ჩვენ. დასავლეთიც აღიარებს ამას ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ესაც გვაწყობს. ეს ის შემთხვევა, როცა ამ ქალის ინტერესები და ჩვენი ეროვნული ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს და ამიტომ შევაჩერეთ კრიტიკის ქარცეცხლიც ალბათ დააგვირდით ამ ქალბატონის მიმართ. ეხლა პოლიტიკა არ არის თრად აი მარტო აიღო მახვილი და გავარდე და ყველას ედრულად დაუწყო ბრძოლა. არის რაღაცა დიპლომატიური ნიუანსები, პოლიტიკური, ტაქტიკური გადახრები და უნდა ისე რომ რამე ბოროტება არ გამოიწვიოს. ანუ ამ შემთხვევაში ეს აი ამ ფორმატში ზის რაც მოგახსენეთ. გირჩი ვერ მოხდა პარლამენტში მიშა გვეკითხება და რაფრა იქნება მაგათ საქმე რაფერ გაიჭხრება და ეკაიფებენ. ნუ ეს საშინელი მარაზმია, სირცხვილით სადმო ვთქვათ, რომ ნარკო პროპაგანდისტებს პარტია აქვთ პარლამენტში იყვნენ ერთი პერიოდი და დღეს ეთერები ეთმობათ კიდე. ნუ ეს მოგესალმებით ეს პარტია რო შექმნა უშიშროებამ ივანიშვილის დავალებით, რადგან ის აპირებდა პლანის პლანტაციების გაშენებას ვერახის მაგივრად, ეს ოფიციალურად გამოაცხადა. და გითხრა რომ 500%-იანი მოგება ბიუჯეტში იქნებოდა ამით ვაჭრობის შედეგად. მე ეს არ გამოუვიდა, იმიტომ რომ საპატრიო რგოლს გაუჯანყდა, აღარ არის საუბარი სხვა პროცესებზე, მაგრამ ეს პარტია დარჩა შექმნილი. ეხლა ნუ ხან ორად გაიყვნენ, ხან რა ვიცი კიდე გამოიყვნენ ვიღაცა кайფარიკები დღეს კიდე რაღაცას ლაპარაკობდნენ და ნუ მოკლედ ეს საშინელებაა მეგობრებო. ეს არის ჯგუფი, რომლის მიზანია ახალგაზრდობა წაგვართვას, შვილები წაგვართვას. ანუ აი ყველაზე ბინძური ქვეცნობიერში რაც აქვს ადამიანს ბინძური იდეები, აზრები, ხედვები, ის ამოწიოს და აქციოს ცნობიერად. და მთელი ადამიანობა იმაშია, რომ აი ქვეცნობიერში არსებული ეს ჩაიციხლოს, ჩაიკოთოს, დაბლა ჩავიდეს, რელიგიაც ამიტოა ზნეობრივი პრინციპებიც, ამიტოა ის სიყვარული, ის ყველაფერი, რომ აი ეს ქვეცნობიერებული ფროიდისეული ეს საშინელებები ჩაიციხლოს, დაბლა ჩაიწევოს, განეიტრალდეს, განიველირდეს და ესენი ამას ამოწევას ახდენენ. ამიტომ მეჩნია, რომ ძალიან საშიში ჯგუფია, ძალიან ჩვენი მომავლისთვის და ერისთვის. ფრანჩესკო ეშატბერაშვილი და ბაღათურია როგორ იყვნენ თქვენს გვერდით, ეგენი არიან უმაღლეს დონის გამყიდველობა ყველაფრის კადრებლები. ნუ ეხლა ბაღათურია ასე თუ ისე მაინც ზნეობრივად წავიდა და რამე პრეტენზია არ გვაქვს, რამე ვალდებულება მასთან არ გვაქვს, მაგრამ აი ეს მეორე ეს საშინელება გამოდგა სამწუხაროდ აქ მე ვარ მოსაკლავი, იმიტომ რომ მე შეუწყო ხელი მის
წინ წამოწევას და აგერ შედეგიც სახეზე. უბინძურესი არსება თუ ცხოვრებაში ვინმე შემხვედრია აი ეს პერსონა. ყველაზე დიდი გაჭირვების დროს, როცა ივანიშვილი მოვიდა და ჩვენი პარტიის დაშლა სურდა და შემოთვალა რომ ყველაზე დაველაპარაკები პარტიაში დანტერაშვილის გარდა, აი იმ დროს ჩაუდგა ეს გამყიდველი შეთქმულება სათავეში. გახსოვთ ალბათ აღარ გავიცემ. გელა შალვა არასოდეს არ ყოფილა ბელოდომანის მომხრე, მაგრამ ისიც სახეზე ოპოზიციის ლიდერები არაფერს წარმოუდგენენ ხალხის თვალში და ეს ხალხის ბრალი კი ოპოზიციის ლიდერების ბრალია. იმდენი ივაჭრეს, იმდენი ითამაშეს, იმდენი შეიცვალეს პოზიციები, რომ ბუნებრივად დაკარგეს მორალური სახე. და მართალიც ამ ოპოზიციური ლიდერების შემხედარე ქოცვები არასოდეს ავლენ, ხოლო ძალად გამგდები მათი არავინ აი ამაში საქმე, რომ ეხლა უკვე აღარ არის დამოკიდებული ოპოზიციის სახეზე, მათი ლიდერების ქარიზმატულობაზე, ან თავგანწირვაზე პროცესი. დღეს უკვე ერი დაუპირისპირდა რეჟიმს და ერთთან ერთად სოფლიო დაუპირისპირდა რეჟიმს. ამიტომ აქ შანსი არ არის რეჟიმმა მოიგოს. რომცა მთელი ოპოზიცია გამოვიდეს ხვალ და განაცხადოს, რომ მოდი დავტოვოთ ეს რეჟიმი, მოდი მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, მოდი შევწყვეტოთ ეს ბრძოლა. არაფერ გავლენას ეს არ მოახდენს პროცესზე. ანუ უმაღლეს სტადიაზეა ასული დაპირისპირების ხარისხი. თამარი დებილების სექტად ჩამოყალიბდნენ ქოცვები უდროო ხროვად საშინელი ჯოგია რა თამარა საშინელი ჯოგი მე ხლა პოლიტიკაში მინახავს ჭკვიანი ძალიან ჭკვიანი სულელიც მოსულოლოს მაგრამ ეს წარმოუდგენელი დაკომპლექსებული შიზოიდური ჯგუფია რომელსაც გონია რომ ყველა და ყველაფერი ზულს თავისზე უკეთესი ზულს თავის ქვეყანას ზულს ადამიანებიც არ უყვარს მხოლოდ საკუთარ თავზეა ორიენტირებული საკუთარ კუჭზე არც ღმერთი უყვარს ყველას გამოყენების თვალსაზრისით უყურებს ეს რაღაც აი რაც წეგან გიჟძევ თქვი აი ივანიშვილმა რაღაცა ეს ძალიან ბინძური ნაგავი ამოცია საზოგადოების რომელიც ჩაყუჩებული იყო და ვერ ბედავდა გააქტიურობას აი ეს ნაგავი ამოთხარა ის ნაგავი ააყვავა აი ეს სამწუხარო რეალობა ქრისტესი არიციან ამოუცება ყბაჩამორდილები უსმენენ იდიოტებს ხო ქრისტეს გაგება ახლა ისეთი თემა რომ ვერავის ვერ დაავალებ მის სრულიად გაცნობიერებას მაშინ უნდა მიხვიდე მართლა რეალურად ღმერთთან ღმერთთან მისასვლელი გზა უსასრულოა მაგრამ რაღაცა ელემენტარული 10 მცნებიდან მაინც ხო რაღაცა უნდა იცოდე არ კლა არ იცრო არ იმრუშო არ მოიტყუო ეს ხო მაინც უნდა იცოდე ну შეიძლება გაგონილი აქვს თუ კიდევაც იციან მაგრამ საწინააღმდეგოდ მოქმედებენ გელა რომელი ოპოზიციის ლიდერი იდურთავს ქრისტეს ჯვარს და ჯვარზე გაეკრება ну რა ვიცი ახლა როგორ გითხრათ გელა თუ რამე შეიძლება ქვეყანამ მზად ვარ მე ამისათვის ნათელა ბატონ შალვა ეს კვლელი ქოცვების პასუხის ღირსს არ გახადო უფრო დაგიждდებიან ხო გეთახმებით ნათელა ზეზვა რამდენი ხანი შეიძლება კიდევ იგივე მართლობა შეანშუნდეს თქვენი აზრით ეს ბოლო წელია მათი შემიძლია გითხრათ მიშა თქვენ რა შეაგებთ იცი როცა 100 სიცვლით აღხსნით მე იმას და ბევრი ამით აღარ გენდოა მაგალითად რუსეთს აკებდით ადრე და ამერიკას ლანძღავდით ახლა პირიქით ამერიკას აკებდა ან მიშას ადრე ჰაგაში უპირებდით გასამართლებას და ახლა ეფერებით ეხლა რა შეიცი მიშა საქმე ახლა ესეთი პრეტენზიები კი ადრეც მსმენია პოლიტიკა არის აი ამ ინდივიდს ცვალებადი მოვლენა დღეს ვინც შენი მოკავშირეა ხო ხდება შენი მტერი ეს საშინაო და საგარეო ურთიერთობებში ეგრეა ხო აგერ ჯერ სტალინის რეჟიმი და ჰიტლერი მეგობრობდნენ გააფორმეს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი გაიყვეს აღმოსავლეთი ევროპა ბალტიისპირეთი ის დასავლეთი უკრაინა ის დასავლეთი ბელარუსი დარჩა სტალინს იქითი დაუთმო ჰიტლერს და მერე მათ შორის ატყდა უზარმაზარი რომი და ახლა ჰიტლერის ასე ვთქვათ მოწინააღმდეგე და მტერი სტალინთან ერთად გახდა ჩერჩილი რომელიც ასევე ფლირტი ჰქონდა ჰიტლერთან და ის ჰესის ცნობილი ვიზიტი ბრიტანეთში რო ჩაიშალა და მერე დაიჭერეს კიდევაც ამას ემსახურებოდა და აგერ ამერიკა არებებოდა მეორე მსოფლიო ომში და ამბობდა რომ კისერიც გიტახია თელ ევროპას და მე უნდა მივხვდე ჩემ ეკონომიკას როზველტი ამბობდა და ამერიკას და შეპირდა არჩევნებზე ხავს რა ჩემებოდა ომში მაგრამ მე შეიცვალა სიტუაცია და ჩაება ომში და გახდა აი ამ დიდი გამარჯვების თანამონაწილე ხო ამიტომ იცლება ეხლა რუსეთს კი არ ვაქებდი
მე ვამბობდი, რომ ნუ გადავიკიდებთ ამ რუსეთს. დაპყრობითი იმპერია. ეს არ არის ღირებულებითი იმპერია ანგლო-საქსებივით, რომლებმაც გაავრცელეს დემოკრატიული ღირებულებები ინდოეთში, ზელანდიაში, ავსტრალიაში, კანადაში, რა ვიცი, მთელ მსოფლიოში ბიზნესი და ეკონომიკა ასწავლეს კაცობრიობას, იგივე დღევანდელი ჰონკონგის, სინგაპურის, მაკაო, ბრიტანული შემოქმედებაა, ხო? ეს დაპყრობითი იმპერია, მოძალადი იმპერია და ნუ გადავიმტერებთ. ნუ ლანძღავთ მიტინგებზე. ნუ ვაფიქრებინებთ, რომ თავარი მტერი ჩვენ ვართ მისი კავკასიაში და ნუ მოამართინებთ იარაღს ჩვენზე, არ ვიყავი სწორი. აბა ეხლა ამათ რამეს გააგებინებდი, ამ აწყვეტილი პოლიტიკოსებს, ადრეც კაი აწყვეტილები იყვნენ. გამოარდებოდა ის აქვე ირაკლი წერეთელი, რუსეთის მოდერნიზებული ფერ უნდა დავშალოთ. რისი დამშლელი ხარ ჩვენ? რისი დამშლელები ვიყავით? აგერ ვნახეთ, როგორ მივიშალეთ. ვინ დამიჯერა? არავინ არ დამიჯერა. მაგრამ ახლა ამერიკამაც მიქარა სერიოზულად. აი როცა რა ქვია აფხაზეთში გაგრის სტადიონზე ჩვენ თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ, მაშინ ამერიკა და ელცინის ადმინისტრაცია მოკავშირეები იყვნენ. და მაინც არ მოუკლია თავი კლინტონის ადმინისტრაციას დიდი სოლიდარობის განცხადებებით და შევარდნაძე რო ჩამოვიდა ვაშინგტონში იყო ვიზიტად ვკითხე ბატონო ედუარდ როგორ არის მეთქი საქმე და შალვა კლინტონი იდიოტია აი შევარდნაძე ძალიან შუათად ბრაზდებოდა და ამას ავლენდა. ისე იყო გაპრეზებული. ამერიკა ხშირად საკრიტიკოა, აბარა, საკრიტიკო არ არის, ბუშმა რომ მომიწყვა გვარდების რევოლუცია პუტინთან ერთად. და ივანიშვილი მოიყვანა ტანდემში, მაშინ ხელისუფლებასთან. 2013 წლიდან არის ივანიშვილი თანამმართველი. ის თანამმართველი იყო, რასაც იტყოდა ის ეწყობდა ბიუჯეტი. ის აფინანსებდა პარლამენტს, მთავრობას, სპეცსამსახურებს, აღარ მინდა ხა კიდე ვიღაცებს ვაწყენინო და ამას ყველაფერს ვამბობდი მე სიმართლეს. მე შეიცვალა ვითარება. როცა აღიარა რუსეთმა აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და გითხრა რომ აი ახლა უკვე დავიწყოთ სულთა ფურცლიდან, ახალი რეალობიდან, იყავით ერთი სახელმწიფო, მანდ უკვე სამი სახელმწიფო და ჩვენი ელჩიზის სოხუმში და ცხინვალში, მე რა თქმა უნდა შევიცვალე პოზიცია, აბა რას ვიზოთ. აბა დამეკრა ტაშში და იმ პროვინციის განმტყოფებით მე თქო რომ სწორია, ჩვენ ბრალი იყო ყველაფერი და კი ეს მიწები მაგათ ეკუთვნით და დამოუკიდებლობა ეკუთვნით. ეს პოლიტიკა ცვალებადია, ხალხო ახლა მე ჩვენებაზე ხო რა დამოკიდებული შიდა და გეოპოლიტიკა და შესაბამისად უწყობ სტრატეგიას, ფერს, ტაქტიკას, რა ვიცი, ხელს და ყველაფერს. მაქსიმალურად ვცდილობ რომ ზნეობრივი ვიყო ამ პროცესში. ივანიშვილის რეჟიმი რამდენ ხანს გაკაჩავს ესა რამდენ ხანს გაკაჩავს თქვენი აზრით? ნუ მას უკვე ფაქტიურად პოლიტიკური არსებობა დამთავრებული აქვს, ახლა უკვე დიქტატურას იმედზე არიან. დიქტატურა შეიძლება წამებში დაემხოს. ახლა მე ნამდვილად არ ვისურვებ ამას, მაგრამ მოიწვია ჩაუშესკომ მიტინგი 100,000 კაციანი, შეხვდა ეს მიტინგი ტაშჩით, გამოვიდა სიტყვით, რაღაცა მომენტში ვიღაცამ დაუსტვინა, იმ სტონას კიდე მეორე სტონელი მიემატა, მერე ნახევარი მიტინგი გაიყო, ჩაუშესკო გახდა იძულებული ესწრება წუთებში. შებრუნებული იყო უკან, მოფრინდა ვერტფრენი, დაჯდა და გაფრინდა ცოლთან ერთად კალაგარეთ, შემდგომ თვითონ ვერტფრენის მძღოლმა გამოუცხადა ბოიკოტი და უთხრა ვეღარ ვიფრენო, საწვავი გათავდაო და დასვა და ბოლოს დააკავა შემთხვევით გამვლელმა, ჩააბარა პოლიციას და 24 საათში დახვრიტეს თავის ცოლთან ერთად, აბა რა გითხრათ. დიქტატურა. ზურა ტევე პირველზე გვარამი ახლა რა მომგრას გვარამიას როჟა გამოჩნდა ტევე პირველზე. აბა ვინ იქნება ახლა მე ხარ ვიქნები ტევე პირველზე. ხო საშინელი როლი ითამაშა ამ ტიპმა ეს არჩევნების წინ გარიგება ივანიშვილთან იმის თაობაზე რომ ოპოზიციას მოიყვანდა ხელისუფლებაში დაუთმობდა პრემიერ-მინისტრის ადგილს პრემიერი იქნებოდა ნიკა გილაური ეს ორი გაბერილი ძმა რო არიან ბანდიტები ივანიშვილის მარჯვენა და მარცხენა ხელი ამას წინათ იმის ძმა მიიღო იქ კობახიძემ 32 კბილით უცინოდნენ ერთმანეთს ხო აი ეს აქ იყო ზუსტად აი ჩვენი სატელევიზიო დაბლოკვა ეს ყველაფერი დაარწმუნა მიშა რომ აი თუ გვარამიას პარტიას დაწერდნენ მეორე ადგილზე და არანაც მოძრაობას მიშაც ციხიდან გამოვიდო და ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვიდო და როგორ შეიძლება ხალხო ასეთი პრიმიტივიზმის დაშვება თვითონ შიგნით ამ პარტიებში არ არის ვინმე საღალბოძრონელი ეთქვა რომ მოგატყუებს კაი დავანებოთ თავი ყველაფერს ზნეობრიობას ანგარიგებს მოგატყუებთ ივანიშვილი და არ მოგიშობთ ხელისუფლებაში არჩევნების გზით
სანქციების გარეშე, სახალხო პროტესტის გარეშე. ეს ვიღაცას ხონდა ეთქვა, კაი, ახლა ეს ღვთისმფრიდან გადავარდნილია და გამყიდველია ეს არსება მას არავითარი პრინციპები არ აქვს ფულის შრომის გარდა. აღარ მინდიხლა ამას. გიორგი პოლიციის იუსტიციის თანამშრომლებმა ხო იცის მოსამართლეები და ოცნების მთავრობა სანქცირებულია რატომ იცავენ გასაკვირვი არის ამ ხელა საქმე რა ხერი უნდა მქონდეს მე სანქცირებული მთავრობის ქვეყანაში რომ ცხოვრობ და თუ ასე ცხოვრებას ქვია ცხოვრება მოსაკითხია ხო ნუ არ ვიცი იმედია სახელმწიფო აპარატი მიხვდება რა მდგომარეობაშია ქვეყანა და მათი მომავალიც რადგან ეს სანქციები აი მეგობრობის აქტი რომელიც ჩვენმა მეგობრებმა ვილსონმა ჩვენი ინიციატივით დაინიცირა და ჩვენ თან ავტორები ვართ ამ აქტის ითვალისწინებს სწორედ სანქციების ჩაშობას შუალედურ გოლებზე მართლობის შუალედურ სფეროში და დაბლაც აი მერების და პოლიციის უფროსების და სოფლის ჟუჟუნა კოორდინატორების დონეზეც აი მათ ნათესავებს ყველას გამოყრიან ამერიკიდან და ევროპიდან და აი ხო ჩამოვლეს ნათესავები მე ისინი ასავლენ ჭკუას აი ამ ქოსუნიებს და ეს დრო ახლოვდება ეკატერინ თქვენ ჩვენ ცხოვრებაში ადამიანზე მომი მაგალითად იმიტომ ზაკვარი ხო ეს ეკატერინე პასუხს აძლევს გასაგებია ნინო ხო ეს გასაგებია ერთ სამით მიშა მახსოვს თქვენ სამართლიანად მოითხოვეთ და პირველი იყავით ამერიკელებს უვიზოს გახსნა და მაგრამ ეთყობა უყურადღებო დატოვეს ერთი კი ეს ამერიკა მეგობარი თუ ელემენტარულად უვიზო არა აქვს მე ეს მოთხოვნა იქნება უვიზო რეჟიმი მიშა იქნება ეს 12 წლის წინ თქვენ სწორად მიგცევთ ყურადღება პირველად მე გავაჟღერე ვაშინგტონში კაპიტოლიუმში კრუსთან შეხვედრის დროს სენატორთან და ეს საკითხი უკვე მეგობრობის აქტის დონეზეა ასული და იქნება უვიზო რეჟიმი ნუ ახლა თლაც შეიძლება ისეთ უვიზო არა რომ აი თქვა როგორც თქვა იგივე სომხეთში გადახვიდიან თურქეთში პირადობის მოწმობით არის ხო თურქეთში გადასვლა მე არ ვიცი მაქვეყანაში არ დავდივარ და არ ვარ საქმის კულტურაში როგორ ხდება მაგრამ გამარტივებულია აი ამერიკაში შეიძლება გამარტივებული რეჟიმი აი თქვათ პასპორტს აჩვენებ წინასწარში ავსებ საიტზე შენს მონაცემებს და გაფრენამდე მოგივა პასუხი რომ ნუ გელოდებით შეგიძლიათ შემოხვიდეთ თუ არ არის ძებნა გამოცხადებული ინტერპოლთან რაღაც ანუ გამარტივებული ვიზო რეჟიმი იქნება დიახ გიგა სალამი ბატონშოლა როგდის შეძლებთ გლობალურ ღრმა პოლიტიკურ ანალიზის ეკონომიკურ ტენდენციებიდან გამომდინარე გიგა გეთანხმებით ეს დეფიციტი პოლიტიკურ გონში არსებობს ეკონომიკაზე არავინ სერიოზულად პოლიტიკიდან არ მიჯოლობს არ საუბრობს გეგმებს არ გეუბნება სპონტანურად მიყვებიან პროცესებს და საბოლოო ჯამში ქვეყანა რჩება ოლიგარქიული ბიზნეს კლანების ბატონობის ქვეშ, რასაც აი დღეს ვხედავთ. ამიტომ სერიოზული ეკონომიკური დოქტრინის და პლატფორმის გარეშე ასეთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა ენდოთ და ამაზე ერთი გადაცემა კი ბატონო გავაკეთოთ. გელა ნატოში თუ არ მიგვიღებენ და ევროკავშირში არ გვგებლობენ, მაშინ რაღაც ვეუბნებით რუსებს და ვიცით ვეუბნებით. რუსებს არ ვეუბნებით. რუსებს ვეუბნებით, რომ თქვენ დაპყრობილი გაქვთ ჩვენი ტერიტორია და აღიარებული გაქვთ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. წაიღეთ ეს აღიარება უკან და ვიმეგობროთ. ახლა რა არის აბსურდი? მithumetes თუ ნატოში არ შევალ და არ გვიღებენ, ხო? რუსეთს ეს საფუძველი მოეხსნება, რომ ჩვენ ნატოში შესვლის გამო წაგვერთო ტერიტორია, ხო ეს ეს თავიდანვე რომ ჩვენ სწორი პოლიტიკა გვეტარებინა და არ გვეთქვა რომ ახლა ნატოში შევალთ რუსეთს დავხლით და სუტირებ და ყოფას უტირებ პოლიტიკაში არ ითქმევა ყველაფერი მიტინგზე ეს ჩვენი ბრიყვი პოლიტიკოსების პირველი თაობი ყველაფერს რო ღრიალებდა მიტინგებიდან ხო მაგრამ ახლა რა შეიძლება მას არაფერი ხო ანუ ეს ფაქტორი გამოირიცხება და ურთიერთობა აღდგება და ხალხი მოვა და ეკონომიკები ითანამშრომლებენ და ნუ ახლა როგორ ახლა ხო ვერ გავფრინდებით ჩვენ იმაზე მარსზე ან იუპიტერზე და ვერც რუსეთი ვერ გადაფრინდება ანდრომედას გალაქტიკის რომელიმე სხვა წერტილში ხო ნუ მეზობლები ვართ ნუ ფაქტია არაფერს არ ვეუბნებით რა რომელი ომის თავი ჩვენგან განსაკუთრებით რუსეთთან ეკატერინე ის ომიც არავითარი ომი არ ყოფილა ცხინვალში ომი დაიწყო 90-იან წლებში მე მოვდიოდი 99 წელი იყო მგონი მივლინებიდან ქუთაისში ვიყავი და გორის უღელტეხელზე რო შევდექი ჟიგული მყავდა მაშინ 2-7 სროლის ხმა იყო ცხინვალში ისეთი ომი იყო გამართული
ჩვენ ჯგუფებსა და იქ სეპარატისტულ ჯგუფებს შორის რომ მიმიქარავს ის სტალინგრადის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომში. ომი რამდენი ხნის წინ დაიწყო? უბრალოდ ეს იყო არასწორად დაგეგმილი საბრძოლო ოპერაცია. რამაც მისცა საბრძოლო რუსეთს აი ეს გააკეთებია რაც გააკეთა. არასწორად დაგეგმილი საბრძოლო ოპერაცია და არა ომის დაწყება კაცო. ომს ჩვენ როგორ დავიწყებდით ახლა ჩვენ სამშობლოში. მაგრამ ახლა ესენი თავის პუტინისგან მოცემული რეცეპტებით ხელმძღვანელობენ და ეს კიდე სხვა თემაა და გვექნება ამაზე არაერთი საუბარი. ეკატერინა რა ბედნიერება რომ საქართველოს პოლიტიკაში არსებობს მართალი ადამიანი ვისაც ისე უსმენ რომ ის ნათქვამს აღარც კი ვამოწმენ. მადლობა ეკატერინა, დიდი მადლობა. ბერს გვავალებს თქვენი შეფასება. დიახ ხაზარაძემ კი არ უნდა გიყიდოს თუ ხარ შალვა ბოლომდე იყავი შენ უნდა გადმოიყვანო მასეთები თქვენ ჭკუაზე. ნუ ახლა ესეთები თავის ჭკუითაც ვერ მოქმედებენ. ესეთები მოქმედებენ იმ სიმდიდრის ინტერესების მიხედვით რომელიც დაგროვილი აქვს. შემთხვევით ხო არ ამბობს ბიბლია რომ დიდრის გული არის იქ სადაც მის სიმდიდრე ინახება. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს უფლის აზრია, ხო? ხაზარაძე ძალიან კარგი ადამიანი უყვარს საქართველოს და ქართული ხალხი. ნუ სიყვარული ყველას თავისებურად წარმოუდგენია. ახლა ნიანგი რო ჭამს ხორბს ტირის. თქვათ ლომი რო დაიჭერს ანტილობას უყვარს ის ანტილობა და იმიტომ ჭამს. აბა თუ გეზიზღება ხო არ შეჭამ იმას. ხო, სიყვარული სხვადასხვა ხარისხი და ახსნა არსებობს. კი მახსოვხართ ბატონ შალვა რასაც ვიო გვეკითხება ნატოს შესვლაზე გასაგებია თქვენ რასაც ფიქრობთ ქართულ ოპოზიციაზე მაგრამ საჭიროა მეტი გამოსვლა ტრიბუნაზე ახალგაზრდობის წინაშე აქციის მონაწილეების წინაშე ლიდერს თვითონ აირჩევენ და გადაწყვეტენ ვის გაყვანენ ლიდერის გარეშე ამბავი ხო ტრიბუნა იქ არ არის ვიო იმ რუსთაველზე თუ სალომე მიოხვე მაშინ აღმერთად რაღაცას და იქ იმდენი სულ დგას ყარაული კიდევ ხო ესაც ახლა აი ამ გაკოტრებულ ოპოზიციის ლიდერებს ეშინიათ ამ ტრიბუნაზე ქარიზმატული ორატორის გამოჩენის ჩვენი ეშინიათ ახლა პირდაპირ ვთქვა და მე მესმის მათი კომპლექსები და ამიტომ ყოველთვის ალბათ აკვირდებით რომ გავდივარ იქ რუსთაველზე უშუალოდ ვიწყებ მერიოტიდან და გავდივარ ბოლომდე პირადად ვესაუბრები ხალხს ვესალმები ვეფერები ფოტოსესიას ვაკეთებ და ქარშუეთის წინ ჩაწერას პირდაპირ ჩართოს ვახორციელებთ. ნუ წავიდეს ესე წავიდეს პროცესი ჯობია კერპებისა და ყოჩებისა და ივების გარეშე. ჯანდაბას მაგ ოპოზიციური სუბიექტების თავი. რახან კონკურენციის ეშინია და არ უნდა დღია შეჯიბრში გამოსვლა ხალხთან რომ ვინ აბა უფრო კარგად ახსნეს ხალხის ინტერესებს და ქვეყნის საომავლო სტრატეგიას ეს არ უნდათ, იმიტომ რომ თვითონ არ აქვს პროგრამა და კიდე არ აქვს ის მონაცემები რაც უნდა კონდეს ლიდერს, ნუ არ აქვს რა ვქნათ ახლა არ მინდა ეს დანაშაულად ჩაუთვალო, მაგრამ მათ უნდა ემოღვაწევათ ისეთ სფეროებში, სადაც გახაჩავდნენ, თქვათ, ეკონომიკა, ბანკი, ბიზნესი, ლექტორი, პედაგოგია, რაღაცა არ უნდა კონდეს დიდი პოლიტიკური სიმაღლების დაკავების პრეტენზია თუ ამისათვის სათანადო მონაცემები არ გაქვს. მაგრამ ეს რთული საკითხი ახლა ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. თამარი, აგერ უსმენ კონგრესმენებს ახალი კონტრაქტის შეუტანა დასამტკიცებლად თუ პუტინი არ გაჩერდება, ყველა ქვეყანას დაუწესდება 500%-იანი ტარიფი ვიზ ნავთობის რუსეთისგან ყიდულობს. მოკლედ ეს კარგი ამბავია. თამარ ბუნებრივია, თვითონ განაცხადა მარკო რუბიომ აი გუშინ წინ, რომ დროზე უნდა შეწყვიტოს რუსეთმა ცეცხლი და წამოვიდეს მოლაპარაკების პროცესში, სხვა შემთხვევაში ჩვენ კონგრესი უკვე გვაწვევა სანქციებზე. ეხლა იქ მართლა დაყოფილია ძალაუფლება. ის ტრამპი კია პრეზიდენტი, მაგრამ კონგრესი განსაზღვრავს სასანქციო და საგარეო საშინაო პოლიტიკის საკითხებს. ამიტომ ისინი დაუკვირდებიან თუ შედეგი არ იქნა და იქ გააგრძელებს ომს რუსეთი მიაწვევენ ადმინისტრაციას ბოლომდე. იქ დემოკრატია ნაღდი. იქ დედაშვილი, მამიდაშვილობა და ის რა ქვია, თანაპარტიელობა არაფერს არ ნიშნავს თუ სახელმწიფო ინტერესები დგას. თქვენ მართლა გჯერათ საქართველოს მიშა გვეკითხება რაც უნდა შეასრულოს გადაასრულოს ოდესმე მიიღებენ ევროკავშირში სულთა ბლეფი ერთი ვარიანტია თუ ჭკვიდან გადავლო მაშინ დასაშვებია ევროკავშირში მიიღების რეალური შანსი გვაქვს და ამას გვაკარგებს ივანიშვილი ხო რომ ამას ნატოს
ევროკავშირში შესვლის რეალური შანსი გვაქვს იმ დონეზე, რომ აქეთ გოხვეწრებიან. თქვენი ჭირიმე, ცოტა ჭკუა იხმარეთ, ჭკუით მოიქეცით, ეს რეჟიმი მოიცილეთ, ეს რეჟიმი გააჭირეთ და გიღებთ ევროკავშირში. და ეს ის ფაზა, რომელიც არ მოტრიალდება უკვე. თუ ხელიდან გაუშვით. თუ ხელიდან გაუშვით. ამიტომაა ეს ხელისუფლება რაც შეიძლება ჩხარა გასასტუმრებელი. დავითი ბატონშალვა რამდენი თავრობა უნდა შეიცვალოს ჩვენ ფილტვებს შეშოროს აუტანელი ბენზინის უნდა რესპუბლიკის მასშტაბით. ეს იმიტომ ჩემო დავით, რომ აზერბაიჯანიდან აი ამ სოკარს და აი ამ ჩვენ ნავთობ მაფიოზებს ზენუქიძეებს და ამათ შემოაქვთ ტყვიით სავსე ბენზინი, რომელიც ვიმეორებ მეტრ-ნახევრის სიმაღლეზე ადის და წამლავს ბავშვებს. და იწვევს კიბოს, ფილტვების, სისხლის და ყველაფრის. უფრო მაღლა ვეღარ არის ტყვიით დატვირთული ბენზინი, ამიტომ აი მაღლები და დიდებს არ გვემუქრება საფრთხე. ნეტა ჩვენ გვემუქრებოდეს საფრთხე და ბავშვები იყვნენ დაცული. აი ეს მდგომარეობა. მაფიოზური გარიგების მსხვერპლები ვართ ჩვენ სახელმწიფოებრივად, მათ შორის ჯანმრთელობის და სიცოცხლის კუთხით. მე მგონი ერთშია მთავარი პრობლემები და არა მხოლოდ მთავრობებში, ნუ გეთანხმებით მიშა. რა თქმა უნდა ჩვენი პროდუქტი ეს თავრობები. ესენი კოსმოსიდან არ ჩამოდიან. ჩვენ ვირჩევთ. უმრავლესობა. თემურაზი და საოცარისა რომ ირჩევენ თავრობებს და მე მემთხოვენ პასუხს და მემთხოვენ მათ დამხობას. 30 წელი ეგრე გრძელდება კაცო. როცა ირჩევ, მაშინ აფიქრდი, ვის ირჩევ და მაშინ დამიჯერე და მაშინ მომისმენთ. თემურაზი ნეტა უშუალო ჩვენს ქვეყანას ბატონშალვა გილოცავ ხარებას და გავიხაროთ თქვენი იმედი და მოსულით სათავეში გენაცვალე გურში. მადლობა ბატონ თემურაზ, ასევე გილოცავთ ხარებას და სულ ბედნიერი იყავით. სერგი, ხალხის დობას ოფისიდან ვერავინ მოიპოვეთ და გარეთ გადით აჯობებს. სერგი, ატლანტიკაზე ხიდიმა გადებული რომ სანქციების გზით ესენი მოიცილოთ. სხვა გზით მე ხო არ შეგპირები ვარ ხელისუფლების მოცილებას, იმიტომ რომ ჩვენ რესურსი მეტი არ გვაქვს. ჩვენ მის რესურსის არ გვაქვს, რომ ერთი კარავი დავდგათ თავრობის სახლის წინ, თორემ ამის საშუალება რომ იყოს, გავახსოვდით კარვების გაურობას აქამდე. ერთი 100 კარავი გვედგებოდა. იჯდებოდა შიგ ხალხი, ახალგაზრდობა, პროტესტანტები. იქნებოდა სულ სხვა დაძაბულობის ცენტრი. ამას არ აკეთებენ, ამიტომ და მაქვს დავენ ბანკირებთან და ხაზარაძეებთან ამათან. მილიონები აქვთ, გვარამებთან იმებთან. და არ უნდა რისკის გაწევა და კარვების დადგმა და არ უნდა სხვა დონეზე აწევა პროტესტის. აი ესაა პრობლემა. ხვიჩა ამ ძველ პუტჩისტებს იმ თავიდზე რომ ურევენ და ასეთ არეულ უაზრო ოპოზიციას არ გაეკაროთ ბატონო შალვა. ვცდილობ რომ დისტანცია დავიჯერო. ჯონ 2008 წლის ომის დანაშაულის საგამოძიებო საბჭოს მუშაობას როგორ შეაფასებთ? ნუ ეს არის პირდაპირ გათვლილი იქეთ რომ განმტკიცდეს აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების საერთაშორისო სამართლებრივი პროცესი პუტინის რეკომენდაციების შესაბამისად აღიარებული იქნას მათი სამართალ სუბიექტობა, იმიტომ რომ თუ თავს დაესხი და დაჩაგრე, ნიშნავს რომ მათ მოიპოვეს დამოუკიდებლობის უფლება, ასევე ნიშნავს იმას რომ გაიხსნას რკინი გზა აფხაზეთის გავლით, რაშიც დიდი დაინტერესება აქვს რუსეთს, თავისთავად აზერბაიჯანს, სომხეთს და ირანს განსაკუთრებით. ანუ დიდი გლობალური შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და ამ კომისიაში ესასახული. მამუკა ბატონშალვა თუ ამერიკა და ისრაელი ირანს დაარტყავს რა რისკები ემუქრება საქართველოს? მადლობა. ეს რეალურია, შემიძლია გითხრათ. დიეგო გარსიას კუნძულზე ინდოეთის ოკეანეზე თავს იყრის ძალიან დიდი ესკადრილია ამერიკული გამანადგურებლების და ბომბდამშენების, რაკეტები მოყვანილია მზადყოფნაში, ასევე სხვა ბაზებიც ჩართულია პროცესში. სამხედრო კონფლიქტი რეალურია სამწუხაროდ და მისი მიზანია ირანის შესაძლო ბირთვული პოტენციალის განადგურება. ეს რა თქმა უნდა გამოიწვევს ქაოსს ამ ქვეყანაში, შეიძლება შიდა პოლიტიკურ ცვლილებებს, ანუ მოლების რეჟიმი შეიცვალოს სხვა რეჟიმით და ჩვენთვის რა საფრთხე ხლა უშუალოდ ირანი არ გვესაზღვრება. გვაქვს მათთან ეკონომიკური ურთიერთობა და საფრთხე მიმაჩნია არის ერთადერთი უვიზო რეჟიმი ირანის მოქალაქეებისათვის, რომელიც დააწესა ივანიშვილის სისტემა, იმიტომ რომ იქ ქონოდა დასაყრდენი ფული, შავი ფულის გათეთრებისა და ნარკო და იარაღით ვაჭრობის დიდი პერსპექტივები, ამისათვის დააწესა უვიზო რეჟიმი. ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც არიან სანქციებში და უვიზო რეჟიმი არსად არ აქვთ,
ამგვარი ფორმატის შემოტანა ნიშნავს დაულფას და ამიტომ არის საფრთხე რომ ეს ხალხი მოაწყდეს აქეთ შესაძლო არეულობის შემთხვევაში აი ეს არის გასწორებული ერმილე ბატონო ჩალვა ამერიკას ბირთვული ბომბის განთავსება საქართველოში კიდევ ეთანხმებით ხო ეს თქვენ სწორად გახსოვთ სანამ დაიწყებოდა უკრაინაში ომი მანამდე ჩვენ ვითხოვდით ამერიკაში ამერიკული ბირთვული იარაღის განთავსებას და ამერიკული ბაზების გახსნას საქართველოში ეს იყო შანსი ისტორია შანსს გაძლევს ერთხელ და ხშირად ეს არ მეორდება მაგრამ რა თქმა უნდა ახლა ივანიშვილი ამას როგორ გააკეთებდა უბრალოდ პროპაგანდისტულად გამოგვივიდა მაგრამ ეს რომ მომხდარიყო ჩათვალეთ რომ იქნებოდი დაცული საუკუნეები მაგრამ ეს ვერ მოხდა და ეხლა ამის გაცხადება და ამ მიმართულებით მოქმედება გამოიწვევს იმას რომ რუსები შემოგვიوارდებიან აქ სანამ ის ატომური იარაღი შემოიტანს ამიტომ ნუ ესე ხდება შანსს უნდა და მომენტს გამოყენება ისტორიაში აი დღეს დავიძინეთ და ბერლინის კედელი იდგა დილით გავიგუძე და დაშლილი იყო და სუვენირებად წაიღეს კედელი ხალხმა სახში აი ესა გეოპოლიტიკა წამებში საუკუნეები გროვდება თვისობრივად რაოდენობრივად და მე უცბად ხდება კვანძის გასვლა ამიტომ უნდა გამოიყენო შანსი ირმა მოგესალმებით ბატონო შენ მაინტერესებს რას ფიქრობთ ქართველთა გაერთიანებაზე და დემურ გიორხელიძის შესახებ მე მეიმედებ ეს ადამიანი თქვენ რას გვეტყვით ამ გაერთიანებაზე და მათ ლიდერებზე მე უნდა ვაპატიოთ ამ გაერთიანების თაობაზე არაფერი არ ვიცი ბატონ დემურს ვიცნობ პარლამენტიდან მოქალაქეთა კავშირის სიით იყო დეპუტატი შევარდნაძის დროს ნუ სერიოზული კაცია მაქსიმალურად მოაზროვნე თავისი გაგებით თავისი ხედვები აქვს რომელთა თაობაზე დეტალურად საქმის კურსში არ ვარ რა პროგრამა აქვს და რა მიზანი აქვს ამ გაერთიანებას არ ვიცი კართლოსი გამარჯობა რუსეთის გავლენა საქართველოში დასავლური როდის ჩაანაცვლებს თუ ჩაანაცვლებს ეს დაკლება დამოკიდებული მგონია იყოს მოსახლეობის მთავრობის მათ ბოიკოტზე თუ საუკუნეები დასჭირდება მას ბოიკოტს ხო განვითარებას გამორიცხავს როგორ არის ისიც საქმე გავლენა რა გაგებით ახლა გარკვეული გავლენები ქართულ პოეზიაზე ირანულ პოეზიას დღესაც აქვს ის თაქვსმეტ მარცვლიანი ტაიპი არაერთხელ მithქვავს ვეფხისტყაოსნისა ირანული პოეზიის კანონებს ეფუძნება ბუნებრივია რა გავლენები ახლა ჩვენ ხო ცალკე არ ვცხოვრობთ სადღაც კოსმოსის რომელიღაც ნატეხზე გავლენები იქნება აქ სხვადასხვა ცივილიზაციების სხვადასხვა ინტეგრალური გაერთიანებების თავარი ეს გავლენები გამოიყენოთ ეროვნული სახელმწიფოებრიობის განსამტკიცებლად განვითარებისათვის კეთილდღეობისათვის ბედნიერებისათვის და არა ვიწრო ჯგუფის ინტერესებისათვის რაც ხდება რათა მათ ქვეყნის ხარჯზე იშოვონ საშუალო სალომე კახაბერი გვეკითხება სალომე კიდევ გააგარჩენს ბიძინას არა კახაბერი ახლა უკვე სალომეს საკუთარი თავის გადარჩენაზე აქვს საქმე და მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი და ნუ შევუშლით დღეს ამ საქმეში იმიტომ რომ ემთხვევა ჩვენს ინტერესებს მისი მდგომარეობა მიშა არ მეთანხმება რომ ევროკავშირში მიგვიღებენ გარწმუნებთ რომ მიგვიღებენ თუ ესენი მოვიცილეთ გარანტირებულად მიგვიღებენ მე არ მიყვარს იმპერატიულად თკიცება რამის განსაკუთრებით გეოპოლიტიკაში მაგრამ აი გეუბნებით გარანტირებულად რომ ეს მოხდება მაგრამ აი თუ უკრაინაში დამთავრდა ომი და სამშვიდობო ფორმატი ღმერთმა მაგნას გაფორმდა და ანუ ევროპის გადანაწილება ამით დასრულდა აი ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ აღარ მიგვიღებენ ეხლა გვაქვს შანსი როდესაც ევროპა კარგავს აღმოსავლეთის ციტადელებს თუნდაც უკრაინის სახით ეხლა ფრანჩესკო თქვენი ძველი ისტორიების გაგვიზიარეთ ხოლმე მგონი 90-2000-იან წლებში უფრო საინტერესო პოლიტიკა იყო გეთანხმებით ფრანჩესკო მაშინ პოლიტიკოსები იყვნენ პოლიტიკაში ძირითადად ეხლა პოლიტიკოსები განიდევნენ პოლიტიკიდან ხოლო პოლიტიკური სტრატეგიიდან პოლიტიკური გონიც განიდევნა და ყველაფერი დავიდა ვიწრო ოლიგარქიული ბიზნეს ჯგუფების შემოსავალზე და ქვეყანა გახდა მსხვერპლი ამ შემოსავალზე
მამუკა ბატონიშალო ირანმა ხელი მოაწერა რუსეთთან ყოვლისმომცველი შეთანხმება სამხედროსაც ომის შემთხვევაში არის თუ არა ვარიანტი რუსეთმა გადაიშლიგინოს საქართველოზე მადლობა პასუხისათვის პირდაპირ გეტყვით რომ 10 შემთხვევაში რუსეთი არ ჩაერევა ამერიკა ირანის ომში და დაპირისპირებაში სამხედრო გზით ისევე როგორც აი ამერიკა სამხედრო გზით უშუალოდ არ ჩაერევა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში ეს არის დაუწერელი კანონი იმპერიებს შორის მოქმედი საუკუნეების განმავლობაში. ამიტომ ეს რეალობაა. ამიტომ ეს საფრთხე ჩვენ არ გვიმუქრება. მაგრამ აი თუ სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზას რამე დაემუქრა, აი იქ მე უკვე აღარ ვიცი როგორ წავა საქმე. ეს სხვა თემა. მიშა რუსეთი კაი თუ გლახა თავს იცავს რუსეთს რომ მოენდომებინა ამერიკის ხვინწი რაკეტების ჩაყენება ამერიკის გასაამდროებლად ამერიკა რა დაჯდებოდა და ტაჯ დაუკრავდნენ ნუ ეხლა ეს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა რთული თემაა ის მოიცავს მათთვის ნათელ ფურცლებს შავ ფურცლებს დაძაბულობის პერიოდებს სასანქციო ეტაპებს მაგრამ ფაქტია რომ მათ შორის ომი არასოდეს არ ყოფილა და არის ამერიკულ პოლიტიკურ იდეოლოგიაში გარკვეული ბაზისი რუსეთთან კეთილი თანაცხოვრებისა. აი ჯეფერსონი რას ამბობდა? ჯეფერსონი ამბობდა რომ ჩვენ რუსეთზე მეფის რუსეთზე დიდი მოკავშირე და მეგობარი არ ყავს. აი როცა ამერიკა იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის. რადგანაც აი მაშინ იმ პერიოდში მისწერა სწორედ ინგლისის მეფემ ეკატერინას რუსეთის იმპერატორს რომ აი დაგვეხმარეთო რომ იქ ამერიკაში დაწყებული ანტიინგლისური მოძრაობა დამოუკიდებლობისათვის და სამხედრო გზით დაგვეხმარეთო რომ აი ეს ჩავაკროთ ეს მოძრაობა და პასუხი რა იყო ეკატერინასი არ შეშვენის ორ მონარქს თავისუფლებისათვის მებრძოლი ხალხის წინამდე გამოსვლა სასაულია ხო რუსეთის იმპერატორი წერს ამას შემდგომ გარიგება ალიასკა რო გადაეცა ამერიკას ეს სერიოზული გეოპოლიტიკური მომენტია ხშირად გვავიწყდება იმ ხელა ალიასკა რა ნახევარი ციმბირის ხელა ეს ხო არ იყო მარტო ფინანსური მომენტი გარიგება იყო ორ იმპერია შორის სახელმწიფო შორის საბჭოთა კავშირის პერიოდი ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დიპლომატური ურთიერთობა არ ქონდათ საბჭოთა კავშირის და ამერიკას და მთელი საბჭოთა მრეწველობა, მძიმე მრეწველობა, ტრაქტორებიდან დაწყებული ტანკები დაგვირგვინებული ამერიკული ინვესტიციებითა და კონცესიებით გაკეთდა. მათ შორის ეს ნიქსონიც ამერიკის პრეზიდენტი იქ იყო გაზრდილი ურალში მისი მშობლები სწორედ იმ ამერიკულ კონცესიაში მუშაობდნენ. და გორბაჩოვის პერიოდის რუსეთი და ამერიკა და ელცინის პერიოდის ხომ საერთოდ ეს საოცარი მოკავშირეობის ისტორია და შეიძლება ამიტომ არ შეიძლება მარტივად შევაფასოთ ჩვენ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები და მარტო ჩვენი ინტერესებით ან ჩვენი მეგობრების ინტერესებიდან გამოვიდეთ და ამ სიტუაციაში დაუშვათ ძალიან დიდი სტრატეგიული და გეოპოლიტიკური შეცდომები ჩვენ უნდა საქართველოს მუდმივი ეროვნული ინტერესებიდან ამოვდიოდეთ დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსათვის მრავალ ხარებას და დარწმუნებული ვარ ჩვენ გავემარჯვებთ აუცილებლად ძალიან მალე წარმატებები